სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. როგორც ხალხური გამოთქმა ამბობს, ის ვინც სინანულის დიდ მარხვაში აღესრულება, ანუ მის მომდევნო ნების შვიდეულში, ანუ მერმედ მომდევნო წინვალე შვიდეულში, მისთვის სასუფევლის კარი, ასეთებისთვის სასუფევლის კარები ღია იქნებაო. ამ ხალხურ წმენაში არა იმდენად ის არის ნათქვამი, რომ უეჭველად სხონდება, არამედ ის, რომ განსაკუთრებულად წმინდა არიან ზემოთ ჩამოთვლილი დღეები მთელი წლის განმავლობაში. მართლაც და ამას ამოწმებენ წმინდა და ღმერთშემოსილი მამები. იმდენად წმინდა არის სინანულის დიდ მარხვა და ისეთი ძალის მქონე ღვთისაგან, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩადენილ ცოდვებსაც კი მოგიტევებს თუ წმინდად განვლი მას. სინანულის მარხვა მას განწმენდილია თავად სინანულით. ვნების შვიდეული ქრისტეს მხსნელი ვნებებით, ხოლო ბრწყინვალე შვიდეული უფლის ბრწყინვალე და დიდებული აღდგომით. მართლაც და უწმინდესია ეს მონაკვეთი მთელი წლის განმავლობაში. თუმცა მაგონდება რა მამათა შეგონება, რომ ადგილი კი არ განსმეც ადამიანს, არამედ ადამიანი ადგილს, ასევე ვიტყვი, დრო კი არ განსმეც თავისთავად, როგორც ესეთი, არამედ ადამიანი განსმეც დროს. ეს დრო ჩვენამდე განწმინდა უფალმა იესო ქრისტემ. რადგან თავად სინანულის დიდ მარხვაც რომ დაარსდებოდა, დაწესდებოდა მის წმინდა ეკლესიაში, რომელიც მისი მხსნელი ვნებებით შეიქმნა, ესეც უფალმა იწინასწარმეტყველა, როგორც გახსოვთ წმინდა სახარებიდან, ისე რომ მრავალი თვალსაზრისი წმინდა ზემოთ ჩამოთვლილი მონაკვეთი წელიწდისა. ახლა რატომ მომაგონდა ეს ხალხური წმენა და გადმოცემა? რადგან შეისვენა ჩვენმა პატრიარქმა სინანულის დიდ მარხვაში და შეისვენა ჯვრის თაყვანისცემის შვიდეულში და ამან მომაგონა ის, რაც მართალია არა ხშირად, მაგრამ უთქვამს და ეს უთქვამს განსაკუთრებულად შენდობის კვირიაკეს დიდ მარხვის წინ. როგორც ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, მეც ვერ ვიქნები შეუმსწარი. და ბოლოს საგვარელო, ბოლოს თავად უფალი ამბობს, არა არს კაცი სხონდეს და არა სოდოს. აი ერთი მათგანი მე ვარო. და შემდგომ უთქვამს იმ წირვას მეც ვესწრებოდი სიონში, რომ მას ჰქონდა დანატურა ახალგაზრდობაში, ან უდაბნოში გასული იყო და ასკეტურად ეცხოვრა, ეს იყო მისი იდეალი, ასე ვთქვათ, როგორც თავად თქვა, ან შესაძლოა სულაც თეთრ სამღვდელოებას შეერთებოდა, ცოლოსანი მღვდელი, უბრალოდ მღვდელი ყოფილიყო, მაგრამ ხომ ხედავთო საყვარელო, თურმე უფალი სულ სხვა ჯვარს მიმზადებდა და ეს ჯვარი, უთქვამს მას, ძალზედ მძიმეა. არა მარტო თავისთავად, როგორც პატრიარქის ჯვარი, არამედ ასეთი ერის პატრიარქობა, სულიერი წინამძღობა, როგორი ჩვენი ერის შვილები არიან, ძალზედ ძნელია. ურჩი, თავხედი, ლირწი, ბილწი, ცილის სამებელი, გამკითხავი და მათ შორის პატრიარქისა ღრმა სიბერესა და უმძიმეს დაავადებებშიც. აი როგორც იტყვიან ხოლმე, შვილო, ან მამა არ ყავს, ან დედა არ ყავს, ან პაპა, ან ბებია. აი ამ ვითარებაში ამ ადამიანს განეკითხავ. განკითხვის საგანი ეს მათთვის არის არგუმენტი და ჩვენთვის არის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი. უმთავრესი მაინც რისთვისაც განეკითხავ პატრიარქს, ერთი ფრთა ჩვენი ერისა, ეროვნულ მოძრაობას უკავშირდება, ზვიად გამსახურდიას და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს ადამიანები არასდროს არ ფიქრობდნენ და ალბათ თუ ასე გააგრძელებს, არც მომავალში გაიაზრებენ, რა მძიმე ჯვარის ტარება უწევდა პატრიარქს, რომ არც მწვადი დაეწვა და არც შამფური, რომ უცხო უხეშ ძალას არ მისცემობდა საბაბი შემოსულიყო და ეავარ ექნა საქართველო. თქვენ უნდა გენახათ, მეც წამიყვანა პატრიარქმა, თავად შეიყვანა რამდენიმე მღვდელი სამაჩაბლოში ომის შემდეგ რომ შევედი.
პრაქტიკულად თავრდებოდა იმ დღეებში. სომი რაღაც 5 დღე თუ ერთი კვირა გაგრძელდა, როგორ ტიროდა პატრიარქი. ერთი მღვდელი საერთოდ ცუდად გახდა. როცა დავინახეთ მზეზე დაყრილი ქართველი ჯარისკაცები, ზისაგან გაბერილები და გაშავებულები, ძალიან მძიმეთი მოქმედა ჩვენზე და დაუმარხავები. ადგილობრივი მოსახლეობა ჩუმად იპარავდა, როგორც ჩვენ გვითხრეს, ხამხამობით თითოეულას, იმიტომ ერთბაშად რომ დაეკრძალათ ყველა, ალბათ მათაც მიაყოლებდნენ სამარეში. და ჩუმჩუმად იპარავდნენ გვამებს და კრძალავდნენ თავიანთ ბაღებში და ვენახებში, რომ სასაფლაოზე აშკარად ვერ გაიყვანდნენ. მე როგორც მახსოვს, ძირითადში იქ იყვნენ გარდაცვლილები სენაკის ბატალიონიდან. მეგრელები იყვნენ, რომელსაც სამშობლო უყვარს. სრულიად საქართველოა, მეგრელის სამშობლო, კახელის, ქართლის, მესხის და ვინც არ უნდა იყოს. სეპარატიზმი მოსწონს და ხელს უთმობს მხოლოდ მტერს, ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა. მე ესე იგი იქაურ გენერალს შეხვდა, ვისაც ის განაგებდა ახლა დაპყრობილ მხარეს, ესაუბრა, ქრისტიანულად ესაუბრა, ჩვენ ვიყავით იქ, უსმენდით ამ საუბარს და მე ესე გადასცა თანხა, მე როგორც მახსოვს $10,000 და სთხოვა რომ არა მარტო ქართველებისთვის ეპატრონა და დაეგრძალათ ქართველები, რომელიც ვერ გამოიყვანეს ჩვენ სამღვდელოებად სხვა ადგილებიდან, არამედ ასევე ოსებიც დაეგრძალა და რა ეროვნების არ უნდა ყო, რუსებიც ხომ იბრძვიანო თქვენგანო და თვალში გაუყარა პატრიარქმა, ხო და ისინიც დაკრძალეთო. და მოაგონა ყველა საერთო საჯული, ოსისაც, რუსისაც და ქართველისაც, უფალი ღმერთი. და პირობა მისცა, ბორისოვი იყო მახსოვს გენერალი, რომ ასეც მოიქცეოდა. ეს ღმერთმა იცის. როგორ მოიქცა? ჩვენ ყველანი ადრე გვიან ღვთის სამჟავროზე დავდგებით. ბევრი რამ ეხლა აღარ მინდა გავაგრძელო და ამათი გამოქებული ცილისწამებები მოვიგონო ამ ყმაწოფიერი ძაღლებისა, რომლებიც ეკლესიას უყეფენ, არა მარტო პატრიარქს დღესაც და ჩვენ სარწმუნოებას, რომლებიც მამონას მონები არიან, როგორც ქრისტემ შეაფასა სულ ცოტა 20 საუკუნის წინათ და ასე შემდეგ. მოკლედ არ მოვყვები მისი ღვაწლის ჩამოთვლას, როგორც იტყვიან შორს აგვიყვანს და ეს ჩემი საქმე არ არის. მე რიგითი მღვდელი ვარ, ერთ-ერთი. მაგრამ იშტაბეშტილებები, რაც მე მიმიღია მისგან, ეს შეიძლება ზოგიერთი არა ყველაფერი მოვიგონო. პირველი რაც მიტივტივდა, როცა გავიგე რომ პატრიარქი გარდაეცვალა, რა იყო. ახლა ნაკურთხი მღვდელი ვარ დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში და ახლობით 1 წლის ან წელიწადნახევრის. შუა დღეა და ვიხდი პანაშვიდს. გალო პანაშვიდს და თურმე პატრიარქი შემოსულა, უფლება არ მისცა ზარი რო დაერეკა, შემოვიდა ესე უხმოდ ეკლესიაში და თურმე დგას გვერდით და ისმეს პანაშვიდს. ეს მერე მითხრა მე. და ამ საცეცხლურის ერთ აქნევაში რომ მივიხედე, დავინახე პატრიარქი და შევყრთი, მაგრამ დავიბენი. არ ვიცოდი, შემეჩერებინა ლოცვა გამეწყვიტა და ლოცვა კურთხევაზე მივსულიყავი თუ მეორეს მხრივ გონებაში მეუბნეოდნენ. შენ პანაშვიდი, ეს არის ლოცვა, ანუ საუბარი ღმერთთან. ჯერ ღმერთთან დაასრულე საუბარი და შემდეგ მიდი პატრიარქთან. ამ ბრძოლაში მე გადავწყვიტე რომ ბოლომდე თან ვრცელი არ არის პანაშვიდი, უკვე შუაგულ პანაშვიდში ვიყავი, დამესრულებინა, ასეც გავაკეთე და ამასობაში პატრიარქი როცა ვასრულებდი, შევიდა საკურთხეველში, არ მახსოვს ვინ გაუღო, რომელიღაც მღვდელმა კარი, რომელიც აღმოჩნდა, შემოვიდა ტაძარში და როცა შევედი, ცოტა არ იყოს შეშინებულიც ვიყავი. გამოუცდელი მღვდელი მივიახლე კურთხევაზე და მობოდიშებით ვკითხებს. სწორად მოვიქეცი მეთქი თქვენო უწმინდესობა. გულში ბრძოლა დამეწყო რომ დაგინახეთ, ასე იგი ღმერთთან საუბარი შევწყვიტო, პატრიარქთან მივიდე თუ ჯერ პატრიარქთან მივიდე, მერე გავაგზავნე. როგორ მოვიქეცი მეთქი? სწორად მოიქეცი, სწორად ესე თავდაბლობის გამოხატულება სხვა შეიძლება შევერისხე კიდეც. აქ ღმერთის სახე არის პატრიარქი. მაგრამ ეს არ უთქვამს. უცხოელ სასულიერო პირებს, მათ შორის იერარქებსაც და პატრიარქებსაც აღუნიშნავთ, რომ თქვენი ყავთ ძალიან თავმდაბალი პატრიარქი. თავმდაბალიც იყო და ღირსეულიც იყო.
აი თქვენ წარმოიდგენთ, რომ სხვა რაოდენობა ხალხის მივიდოდა უკანასკნელი პატივის მისაგებად, როგორც იტყვიან ხოლმე. მე მაგათაც ვერ წარმოვიდგენდი, იმიტომ რომ იმდენი ლანძღავდა, ისე ლანძღავდნენ თავგამოდებით, მაგრამ გულმა სხვა უთხრა ერსა და ხალხს. და მიდიან ზოგი 2-3-ჯერად შევიდა, რომ გამოთხოვებოდა თავის პატრიარქს. და ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. ვინ იყო, რა პიროვნება იყო, უწმინდესი. სულ რომ არაფერი იცოდე ამ ადამიანზე, მოისმინე მისი ღრმასიბერეში დაწერილი საგალობელი დავიღალე. ყველაფერია ნათქვამი. წუხილიც, კივილიც, სევდაც. სევდა რის გამო ერთეთმა მოიგონა, რომ ესე იგი ვიღაც იდგნენ და ლანძღავდნენ პატრიარქს და პატრიარქს უმალავდნენ ხოლმე ხშირად, რომ არ ემოქმედა მიჟამრთელობაზე და პატრიარქმა უთხრა, რომ აი მათი სახელები გამიგეთ ვინ არიანო, ეხლა ამას ეგონა რომ რაღაც რისთვის შერდებოდა ვერ მიხვდნენ ერთმანეთს და მე აღმოჩნდა რომ წირვა-ლოცვებში იხსენებდა იმათ. როგორც უფალმა ასწავლა, ისე გადაუხადა სამაგიერო. სიყვარულმა გაჰფარის სიმრავლე ცოდვათა. თავისი სულგრძელებით ფარავდა მათ შეცდომებს. ვერთმა ნათელში ამყოფოს. ელოცოს ჩვენი მრავალჭირ ნახული საქართველოსთვის. ჩვენი ერიშვილებისთვის. თითოეული ჩვენთაგანისათვის. ეს ასეც იქნება. ის ჩვენი მამა იყო. პირადად მე მისი ხელით ვარ ნაკურთხი სამუდელო დიაგნოდაც და მღვდლათაც და ეს უკვე ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ეს არ ნიშნავს რომ რამე წყენა არ მიმიღია გულის ტკივილი როგორ არა. მაგრამ ხორციელ მამასთანაც კი არ მქონია ასე დამოკიდებულება რომ ესე იგი ავჯანყებოდი ხორციელ მამას და მეტადრე სულიერ მამას. თავი დამეხრია. მოითმე ხალხური გამოთქმას მოიგებ და მოიგო ჩვენმა ურთიერთობამ. ქადაგების დასასრულ მინდა თქვენთან ერთად აი ზოგიერთ აეტირა კიდეც გადავიხადოთ პანაშვიდი მისი წმინდა სულის საოხად. ეხლა თქვენ იტყვით, მამაო წინააღმდეგობაში ვარდებით, თუ ცხონდება უეჭველად და ეს ღმერთმა იცის, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ საწინდარი აქვს მას თავის ცხოვრებაში და მსოფლმხედველობაში, ჩვენს პატრიარქს. ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ხალხური გამოთქმა როგორც ამოს, ზედმეტი ერბო კერძს არ აფუჭებს. ლოცვას რომ ლოცვა დაურთოთ, ეს დღეები განუწყვეტელი პანაშვიდებია, წირვა დადგა უსისხლოს სვეტლი შეიწირა დღეს ასევე გულშინას და სხვა და სხვა, მე მგონი ყოველ დღე ეს უფრო მეტად წაადგება. თქვენ იცით რა დიდი და ცხელი ძალა აქვს საღვთო ლიტურგიას, უსისხლოს სვეტლის შეწირვას. ამას მე არაერთხელ მithქვამს, ამჯერად არ დავიმეორებ. დიდი შეწევნა აქვს. საერთოდ ადამიანი ცხონდა იმას კი არ ნიშნავს, რომ აი წმინდა არის ეს ადამიანი, მადლი მისცა ღმერთმა აქ დედამიწაზე. ეს მადლს ემატება. დაუსრულებელია ეს პროცესი. საუკუნოდ უკუნისამდე გრძელდება. იმიტომ რომ მადლის მომნიჭებელი ღმერთი არის გარეთ შემოუწერელი. თვალს შეუდგამი, მიუწვდომელი და უკვდავი. აი ამიტომ არის რომ მისგან მომდინარე მადლი და მადლმოსილებაც ადამიანში თუ ის წმინდა ცხოვრობდა და აცხოვნა უფალმა მატულობს დედამიწაზეც და ცათა სასუფეველშიც. უფრო მეტი ეძლევა სიხარული ნეტარება და ესე შემდეგ. სიყვარულზე. თვით დიდი საღვთისმეტყველო სათნოებანიც კი როგორიცაა რწმენა და სასუება, ანუ იმედი განქარდება სასუფეველში, რადგან რწმენისა და ესე იგი სასუების საგანი, როგორც მოციქული პავლე ამბობს, უშუალოდ იქნება განჭვრეტილი ადამიანისგან. და მისი ღვთაებრივი პირის სახის ჭვრეტა ქრისტე მაცხოვრის არის სწორედ წყაროსთვალი წმინდანთა და ანგელოსთან ნეტარებისა. მაგრამ რაც შეეხება მესამე და უმწვერვალეს სათნოებას, საღვთისმეტყველოს, საღვთო ტრფიალებას, სიყვარულს, ის აქაც არის და იქაც აგრძელებს არსებობს და არ დაილევა საუკუნოდ უკუნისამდე. იმიტომ რომ სასუფეველი თავად ღმერთი ეს არის სიყვარული. და მისი სუფევა არასდროს არ დასრულდება. ასე ინება უფალმა ღმერთმა, როგორც ხშირად გვითხოვს ვიდა მამათა მიერ, არის რა თვითკმარი არსება ყოვლადწმინდა სამება,
მან ინება თავისი სულგრძელებითა და კაცთმოყვარეობითა და სიყვარულით, რომ ეს სიხარული და ნეტარება, სიყვარული, რომელიც მას გააჩნია, რომლის წყაროსთვალი აკი ვთქვით თავად არის, რაიმე ქმნილებისათვის გაეზიარებინა. ეს ქმნილება აღმოჩნდა ანგელოზი, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა ანგელოზები და ადამიანი. და მიუხედავად იმისა, რომ ვეურჩეთ და დავკარგეთ სრულიად დაუნსახურებლად მიღებული სამოთხე, ღმერთმა არ დაგვაგდო, არ დაგვიტევა. ერთი სამსაგანი ხორჩესკმით მოვიდა და ჩვენი გამოსყიდვის საიდუმლოება გოლგოთაზე აღასრულა. როგორ შეიძლება თუ და მაინც გაიაზრე გულით და რა მარტო შრალი გონებით, ცივი გონებით არ გიყვარდეს ასეთი შემოქმედი. ამ სიყვარულში მისდამი და მის ჩვენდამო სიყვარულში ყველაფერია მოცემული. სიხარული, ნეტარება, უბდავება, რომლის წარმოდგენას ესე იგი მიწიერი ცხოვრებით ქანს გაწყვეტილებს, უკვე გვიჭირს კიდეც. არ შეგვიძლია რა არის ეს უბდავება, რა არის მარადისობა, რა არის სიხარული, იმიტომ რომ 30 წელი და უმეტეს და ჩვენი ცხოვრება სალმობა და ტკივილები. აი ეს არის ჩვენი ცხოვრება და გველოდება საზარელი ცხოვრება. ახლა მე მინდა ორი სიტყვით იოანე კიბის აღწერილზე მის მოძღვრებაზე წიგნზე მოგითხროთ და მე მოვაყოლო ამას რამოდენიმე წმინდა მამის, 3 ძველი და 1 შედარებით ახალი წმინდა მამის წინასწარმეტყველება და მსჯელობა, როგორი იქნებიან ზნეობრივი თვალსაზრისით უკანასკნელი ჟამის, წინა ანტიქრისტესეული ჟამის, ანუ ჩვენი ჟამის ადამიანები, რაც ხო ისა ოცრება, როგორც იტყვენ, ერთ-ერთში ემთხვევა. ჩვენ უკვე ასეთები ვართ, როგორც წინასწარმეტყველეს სულიწმინდის მადლით. მეუბრუნდები, რაც თავში გავიხსენე, პატრიარქმა დროთა განმავლობაში კეთილგანწყობა გამოხატა ჩვენს მიმართ და დაახლოებით ამბიდან 1 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ, ზუსტად აღარ მახსოვს, დამავალა ლოცვა-კურთხევა მორჩილება, თუმცა დიდუბეს ტაძარში მსახურობდი, რომ სიონში მივსულიყავი ყოველ სამშაბათ, დროდადრო წირვებზე, ხოლო ყოველ სამშაბათს მივსულიყავი სიონში, სადაც პატრიარქი დააწესა აღასრულა და ივერის ღვთისმშობლის ხატის წინაშე დიდ პარაკლის და ერთი ქადაგება, როგორც მაგურთხა, მე უნდა მეთქვა ყოველთვის, თემატურად ორი სხვა ქადაგება შემერჩია და ორი სხვა მგლისთვის შემეტყობინებინა, რომ მომზადებულიყვნენ, ხოლო ესე იგი თუ პატრიარქი იქნებოდა, მესამე ქადაგებას თავად პატრიარქი, ასე ვთქვათ, შემაჯამებელ ქადაგებას პატრიარქი იტყოდა. ნუ იქ გალობდით ერთად, პატრიარქს კარგი სმენა აქვს, თქვენიცით ხმაც ქონდა და ესე იგი გალობდით და როგორც ჩანს, ჩემი გალობა საწყალობელი შეამჩნია და რატო ვამბობ ამას? წმინდა მიწაზე როცა წაბრძანდა 2000 წელს ქრისტეშობიდან მე შემიყვანეს. საერთოდ განებივრებული არა ვარ. საპატრიარქო კარიდან გულახდილად რომ გითხრათ და გამიკვირდა კიდეც. ჩავედით იქ და შობის წინა ღამეს ვწირეთ მაცხოვრის აღლომის ტაძარში, სადაც კულკლია არის. სადაც დაიდვა ჯვრიდან გარდამოხსნილი უფალი და სადაც სამარეთ დაიდო იქ ღვთისმშობლის ადგილიც არის იქ, სადაც გული შეუწუხდა იმ ადგილას და კულკლია მერე, სადაც უფალი დაიდვა იოსებ არიმათიელის აკლდამაში, რომელიც თავისთვის ჰქონდა შეძენილი, არისტოკრატიული იყო და სიყვარულის გამო ქრისტევნებულს დაუთმო. ეხლა წარმოიდგინე რა, ღიმილის მომგვრელია, ცათა და ქვეყნის შემოქმედია, ბჭალით უყრია ყოველივე და ადამიანმა გაიღო მოწყალება და საფლავი დაუთმო. იქ იაკობ მოციქულმა, ძმას წოდებულმა ნაკვეთი დაუთმო, შუაზე გაუყო. გახსოვთ არა, იოსებ დამწინდველი, როცა თავის შვილებს, მკვიდრ-შვილებს 4 ვაჟი და 2 ქალიშვილი ყავდა იოსებ დამწინდველს, ვაჟებს როდესაც უყოფდა თავის მიწას, იესოსთვისაც უნდა მიეცა და ესე იგი ერთ-ერთმა მოციქულმა იუდა არაისკარიოტელმა ძმამ იაკობისა ხმა იმაღლა და რატომ აძლევ მაგას, ეგ ხომ შენი შვილი არ არისო? და იაკობმა აიმაღლა მასში ხმა და უთხრა, ის ყველაზე მეტად უყვარდა მაცხოვარი, სიყრმიდან. ერთად გაიზარდნენ ადამიანურად ვამბობ. და ესე იგი მამას თხოვა, რომ მისი წილის ნახევარი მიეცა იესოს. ნუ პირველად რომ წავიკითხე, გამეღიმა.
უფლისა არის და მიწა რა არის ერთი გოჯი მიწა ცელადება თქვა იუდა არა ისკარიოტელს ამის წილ და არა მარტო ამის წილ სიწმინდის გამო და სიმტკიცისა სარწმუნოებაში იაკობ მოციქული დაადგინა იერუსალემის თავისი ქალაქის უფლის ქალაქის პირველ ეპისკოპოსად ესეც არ არის შემთხვევით და რაც მთავარია აქ რომ პატარა ნაკვეთს უყოფდა მემკვიდრეობას იქ თავისი მამის და თავისი ზეციური სასופველი გაუყო და დაადგინა მოციქულთა დასში. ანუ უდიდეს ნეტარებაში უახლოესი წმინდანია ქრისტე მაცხოვრ მარჯვენით ქრისტესა დგას. მეტი რა გითხრათ და თუ ჩვენს გავირჩებით და ჩვენს გულს უფალს მიუძღვნით ყველაზე ძვირფას უფლისთვის არა ნაკვეთი არა საფლავი გული ადამიანის როგორც ესაიას პირით ათეული საუკუნეების წინათ გვეზრახებოდა და გვეუბნებოდა ჯერ კიდევ შვილო მომეც გული შენი აი რა სიტყვის უფალი ჩვენგან გული გარეგანს არაფერს არ ითხოვს ის ითხოვს ადამიანის გულს და მას თნავს მოსწონს გული განწმენდილი გული შემოსვლილი და სული შემოსვლილი აი რისთვის უნდა ვირჯებოდეთ ქრისტიანები ну მოკლედ სიტყვამ შორს გადავყორცნა და ლოცულობთ წირავთ ღამის თევით კულკლის წინაშე საკურთხეველი არის მოშორებით აქვე გოლგოთაც მოქცეულია ამ ტაძარში და კულკლიაც საფლავი მაცხოვრისა და გამოვედით პარაკლისის გადასახდელად და ბერძნები მიყავდათ პარაკლისი პასპინძლები იყვნენ ასე და თან არიან საოცრად ქედმაღლები, მზვაობრები, ზევიდან უყვართ ყურება. ხო და ჩვენმა წილმა რომ მოაწიათ, კვერექსი უნდა თქმულიყო, პატრიარქმა მემანიშნა შემთხვიო და არიცოდა რომ ღამე ხმა მეკარგება, მეხლიჩება. ხო და თქვი უხეიროთ შედარებით ეს კვერექსი და პატრიარქი გაღიზიანდა. საკურთხეველში რომ შევედით, დაბიძახა და მითხრა რა არისო თითქოს კარგად გალობდა რა დაგემართავ მეუთხარი თქვენ ეს არიცით რომ ხამე ხმა მეკარგება მეთქი და ვერ გეტყოდით არც ვიცოდი რომ თქვენ კვერექსს მათქმეინებთ იმიტომ რომ არქიდიაკონიც ხავდა იქ თან ეს პატარა ნიუანსები ჩვენი ურთიერთობის რა საერთოდ რო იტყვიან ხოლმე წვრილმანისგან შედგება ცხოვრება წვრილმანებისგან სელავი ასეთია ჩვენი ცხოვრება მოკლედ რო გითხრათ ელოცოს ჩვენი და თავისი საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის დაეშოშმინებინოს ადგილობრივი მოღალატეები, ქართველებად დაბადებულები და უცხოეთის სამსახურში ყოფნა. არა აქვს მნიშვნელობა დასავლეთ ემსახურება, ჩრდილოეთ, სამხრეთ, არანაირ მნიშვნელობა მტერია, მოღალატეა. აწილი აქვს იუდა ისკარიოტელთან. თქვენ თქვით აჭარბეთ, მამა, მეტი ხომ არ მოგდით, რატო? წმინდა მამათა ცხოვრებანი მაქვს და სწავლებანი მხედველობაში. აი მაგალითად ილარიო ქართველი, რომელიც ერთ-ერთ ბერძნულ უდაბნოში მოხვდა, აქედან წასული საქართველოდან და ესე იგი ბერძენმა მამამ ორი სენაკი ჰქონდა, ერთი დაუთმო, რომელიც ცუდი იყო, უფრო და მივარდნილი იყო და არ ჭირდებოდა მოკლედ რომ გითხრათ. მაგრამ ისეთი ღმერთშემოსილი მამა იყო, რომ მალე შემოიკრიბა მის გამო მთელი მეუდა და ერიდანაც მოდიოდნენ მის მოსასმენად. ამას შური აღძრა ამ ბერძენ მამაში და მორჩილით გაგზავნა, რომ გაეძევებინათ, ეთქვა მისი სიტყვა, რომ გაეძევებინათ ამ სენაკი. მოკლედ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, თავისას ეცადა და როცა უკვე გადაწყვიტა, რომ თავადაც მივარდნოდა და ჯოხისემით გამოეგდო, აი როგორ იყო გაღიზიანებული, იმიტომ რომ ბრისხანება სრულიად ნაწილობრივი დაბნელებაა გონების, როგორც მამამი გვასწავლია. შურმა, ხვარძლმა, ყველაფერმა ამან იმოქმედა მასზე და იმ ღამით გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ზეციურ დიდებაში აცახცახებული დაემხო ეს ბერძენი ბერი მის წინაშე. ნახეთ ღვთისმშობელი რას ეუბნება. განა არიცით რომ ქართველები ჩემი გვარისანი არიან, ჩემი წილხდომი და მაგათი დევნა, ჩემი დევნაა და შეურაცხყოფა. გაიგეთ საყვარელი, ამას დედა ღვთისა ამბობს თავად. და ჩვენი მიწის ჯიჯგნა თუ ჩრდილოეთიდან, თუ თურქეთიდან,
და ვისაც არ ეზრებოდა ჩვენ გარშემო ახლა რო ჩამოთვალო ყველა საკ რაღაცა მოგლეჭილი საქართველოსთან ჩრდილო კავკასიაში წაღებული აზერბაიჯანში თურქეთში სომხეთში რუსეთში სოჭის ოლქი ულამაზესი მხარე და ახლა თათი დაადეს უხეში აფხაზეთს ოხრად დარჩებათ ყველაფერი თავისასაც კი დაკარგავენ სიმბირი საერთოდ აღარ ექნებათ ბევრ მიწებს დაკარგავენ და დარჩება მხოლოდ ცენტრალური ფაქტიურად მოსკოვის ოლქი შეიძლება ითქვას ცოტა მეტი იმიტომ რომ ეს ბრძოლა არა მარტო და პირველ ყოვლისა ჩვენთან არამედ ღვთისმშობელ მარიამთან უფალმა თავისი დიდი სიბრძნით წარღვნის შემდგომ როცა უნდა გამრავლებულიყო ხელახლა კაცობრიობა თავისი რჩეულის ნოეს მიერ გადაანაწილა იმ დროინდელი დედამიწა სემს ქამს და იაფეთს დედამიწაზე სხვა მოდგმა არ არსებობს სემიტები ქამიტები და იაფეთიდები ჩვენ ავართ იაფეთიდები ესე იგი რას ეუბნებიან უფალყმებს დღევანდელი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები ტრამპი მამპი და სხვები რომელიც მორჩილები არიან გლობალური ხელისუფლების მისი უსაფრთხოებისთვის ჭირდება ამერიკას გრენლანდია ნავთობი ჭირდება ვენესუელასი კანადა ერთ-ერთი შტატი უნდა გახდეს მას არ მოწონს რომ არსებობს ქვეყანა ირანი ისე როგორც რუსეთი და ბოლო სამისნე ეგ არის და ჩვენ ვნახავთ დასავლეთის მელა გაიმარჯვეს თუ ჩრდილოეთის დათვი გამარჯვება დარჩება უფალ იესო ქრისტეს და მის წმინდანებს დედამიწაზე ბოლო ჟამის ნამდვილ ჭეშმარიტ წმინდანებს და არა ისედაც ბევრი ჩვენდაგარია ფარისეველი პრაქტიკულად და ფაქტიურად ჩვენთან ბრძოლა და კამათი ქართველებთან ძალიან ადვილია მაგრამ ჭეშმარიტებასთან და ღვთისმშობელ მარიამთან მის დედასთან ყოვლად შეუძლებელია დიდი უგუნურება არის ამიტომაც არის იგივე დასავლეთზე რაც ინასწარმეტყველება აი ამ დღეებში კითხულობდი ორი რუსი მამა ერთი რუსი დედა და მეორე მამა წინასწარმეტყველებას რომ ჩვენ თალწინ ხდება რაც ხდება ის ეხლა ერთ-ერთი რამ დარჩა კიდევ მაგალითად ევროპაზია ნათქვამი მათთან რომ რუსეთი იქნება ევროპაში როგორ დაეკითხნენ სულიერი შვილები რუსეთის იქნება ევროპის დიდი ნაწილი ამერიკა ჩრდილო ამერიკა საერთოდ გაქრება ოკეანის წყლებში სამი ოკეანის წყლებში აი ჩვენ არ გვჯერა აღდგომა და ხვალეო როგორც ნათქვამია მერე დაიჯერებ ან მიაღწევს იქამდე ამდენი განსასწრების მერე ეგეც საკითხავია საადა ქვეყანა შეიცვლება წახდება როგორც უფალებს მაგრამ უფლის ნათქვამის სიტყვა ახდება მოეჭველად რაც სული წმინდამ გამოთქვა თავისი რჩეული ჭუმჭლების წმინდანების მიერ ეს ყველაფერი ახდება ჩვენ როცა ამას ვამბობთ ზოგიერთები აი სწორედ იმ ფსევდოლიბერალებიდან მოღალატე ნაწილით ამბობენ რომ რუსეთომია მამარჩი რუსეთომე კი არა ვარ საქართველოს მოყვარული ვარ და ჭეშმარიტების მსახური ძალისაებრ რჩებისა რაც სული წმინდამ გამოთქვა ღრმად მწამს რომ ეს ასე მოხდება მოგწონთ არ მოგწონთ იმიტომ რომ ჩრდილოეთიდან უკვე ვეღარ უხდიან კარგად და დასავლეთიდან კარგად უხდიან აი მას ჭეშმარიტება კი არ მოსწონს ან სიმართლე ან სამართლიანობა ვინც გადაუხდის ის მოსწონს ეს არის სულიერი პროსტიტუცია სხვა მასახელი არაფერი არ ქვია ჩვენ რაც შეგვეხება ღვთისმადლით ახალგაზრდობიდან ვეწაფები და საკმაოდ კარგად ვიცნობ და რამდენიმე წიგნიც ვდარგვნე ამასთან დაკავშირებით წმინდა მამათა წინასწარმეტყველებს მათ შორის რუსებიც არიან ბერძნებიც არიან რუმინელებიც ეს წმინდანი იმიტომ რომ სული წმინდა ეროვნებას კი არა აღსარებლობას ეძებს და ცოცხალ რწმენას რაც არის გამოთქმული ყოველივე ეს ახდება თორემ მე ძალიან კარგად ვიცი ვინ არის რუსი დათვი და როგორია უკვე შევისწავლე სულ ცოტა 30 წელიწადია დასავლეთის მელა გახსოვთ როცა დასავლეთის მელა პირველად შემოდიოდა საქართველოზე რა წარწერები გაჩნდა თბილისის გარშემო მთებზე ქართულად და ინგლისურად ჩასვით ამერიკის ხმას მე მაშინ გითხარი და ეხლაც გიმეორებთ ხო ჩასვით უკვე ხო და ეხლა ადექიდან მიაფურთხეთ აი როგორც ჩვენი წინაპრები იცეოდნენ
ალია და ჩალია, ჩრდილოეთია თუ დასავლეთია, ორივე თათარია ჩემთვის, ქართველისთვის. ჩემთვის არაფერი კარგი არცეც არ უნდა, არასდროს არ ვდომია. და არც დღეს არ უნდა. დღეს როცა მეტადრე გლობალური პოლიტიკა აზანზარებს დედამიწას. ხო ხედავთ რა ხდება და ეს მხოლოდ ჟურნალია იმისა რაც მოხდება. საზარელი ომები იქნება განსაკუთრებით ეს თქმის რიგით მეექვსე ომზე, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე იქნება. მაგრამ არ შემიძლია სამართლიანობის გამო დავმალოთ და არ გითხრათ რომ ვიდრე თურქეთში შევა ევროპის გავლით რუსეთი, საქართველოში შემოვა, აზერბაიჯანშიც და სომხეთშიც. და სამწუხაროდ როგორც ბერძენი მამები, ერთმა კი არის წინაზე რამდენიმე ბერძენი მამა მათ შორის პაისიმ და იწინასწარმეტყველეს სამწუხაროდ მშვიდობიან მოსახლეობაში ამჯერად პირველი ომისგან განსხვავებით 2008-ში რო იყო დიდი მსხვერპლი იქნება. ეხლა ესენი იტყვია, აი თუ ასია და იცი და რატომ მე არავის არც ვაკებ არც ვადე, მე ვამბობ სიმართლეს. რაც წმინდა მამებმა სული წმინდა გვითხრა წმინდა მამათა მიერ. არა დაგიმალოთ. რო ელდა დაგეცეთ, როცა ეს მოხდება, როცა ჩვენ ეს ვიცით, ფსიქოლოგიურად სულ ცოტა უკვე მზად ვართ ამ ომისთვის. და ბევრი ქართველი შეეწირება სამშობლოსთვის. და ზეციური სასწავლებლის ღირსი გახდება როგორც მოწამე. უფალმა ერთ ბავშვთან ეს პატრიარქმა იცის, ჩვენ გვისაუბრია, გამოცხადებით უთხრა, აფხაზეთში ვინც წავიდა, სამშობლოს დასაცავა, ნარკომანიც რომ იყოს. და იყვნენ მხედრიონში ბევრი ასეთები. და სხვა თუ სამშობლოსთვის იბრძოლებს და დაიღუპება, მე მას როგორც მოწამე შევიყვან ჩემს სასუფეველში. იმდენად ძვირფასია სამშობლო სიყვარული. ესენი იღიმებიან, ეს სამშობლო, რა სამშობლო. ესენი არიან ანტიქართველები, ანტიქრისტიანები და საერთოდ ზოგადად ანტიადამიანები. აქ ააფრიალებს მაპატიეთ პედარასტების დროშა. სადაც იუნკერების სამშობლოსთვის იხოცებოდნენ 9 აპრილის მოწამენი, ამ ძაღლიშვილებმა აფრიალეს სოდომური დროშა და ეს უნდათ, ეგ უნდა და ჯვარი რომ აღმართეს ქრისტიანება, სოფები ხარეს ამაზე. და უკვე დაასკვენით აქედან რადგან ბევრი ლაპარაკი ჩემი, ვინ არიან ისინი. ხე ნაყოფით შეიცნობა, როგორც მაცხოვარი ამბობს. აი ამათ უნდა. ეხლა რატო აკეთებენ? რაში ჭირდება ამერიკას, დასავლეთს, ევროპას რომ ამათ სულ არ აინტერესებს შენი, არც ესენი არ აინტერესებს. მათ უნდა ზნეობა დასცენ ჩვენში. ადამიანი რომ უზნეო, მე მიჭირს დავიჭირო რომ მამათბავალი ან ლესბოსელი იყოს პატრიოტი. ან იყოს ქრისტიანი, როგორ იქნება? გაუგებარია. და სხვა. იმიტომ რომ ადამიანური ღირებულებები არ აქვს ელემენტარულად მაგას. სინდისის წინააღმდეგ არის აჯანყებული. სულ რომ არავინ ასწავლოს, სინდისი ეუბნება რომ არ შეიძლება კაცი ქალად გადაკეთდეს და ასე შემდეგ. მაგრამ არავის არ უსმენენ. აქ სინდისი დაწყებული ღმერთი დამთავრებული. და როგორც ერთმა კარგად უპასუხა, ამათ თუ უნდათ ამ ცოდვებში ილპებოდნენ, ვირთხებივით ჩავიდნენ სოროში და ჩაიკეტნონ იქ. ნურყნიან და ნუწავლიან ქართველებს. და კიდევ ედრებიან ზვიად გამსახურდეს მერაბ კოსტავას და ქაიხოს რომ ჩოლოყაშვილს. რითი გვანან ერთი გამაგებინეთ. პატრიოტები არიან თითქოს და ეს არის პატრიოტიზმი. აი ეს მოდგმა იყო, რომელიც უსისინებდა ჩვენს პატრიარქს წლების და ათეული წლების განმავლობაში. ძირითადში ბირთვი ეგენი არიან. არაფერია. უფალი აქ თუ ვერ დააჯერებს, ამა თუ იმ გზით, სინდისით, ადამიანით, მოძღვრით, ეკლესიით, ტრაგიკული შემთხვევებით, ავადმყოფობით თუ სხვა, ესეც აფიქრებს ადამიანს ხშირად. ერთ სასაულს ყველას ვაჩვენებო. რა ქვია სახელად? სიკვდილი, გარდაცვალება. სიკვდილით სიცოცხლე არ მთავრდება. ჩვენს და ისინიც გავსწორდებით მიწასთან და წარდგებით სამართლიანი მსაჯულის ქრისტეს მაცხოვრის წინაშე. ჯერ პირად სამშაბლოზე და შემდეგ საყოველთაოზე, რომელიც ძალზე ახლოს არის, როგორც თავად პატრიარქიც ამბობდა თავის სიცოცხლეში. იმდენად ახლო, რომ შეიძლება დღესაც მოვიდეს უფალი დიდებით განშად და შეიძლება ეს ხვალეც მოხდეს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ პირდაპირ ბუკვალური გაგებით, რომ აი ასე იქნება. ანუ მალე იქნება ეს და რა გვაძლევს ამის საფუძველს ვილაპარაკოთ ამგვარად წმინდა წერილი და წინასწარმეტყველთა წიგნები. კარგად შეისწავლეთ, გაანალიზეთ დღევანდელი მდგომარეობა, ის მოვლენები, რაც ტრიალებს დედამიწაზე და ძალიან ადვილად დაასვენეთ, რომ ახლოს ვიარს უფალი, როგორც ნათქვამია იოანე მახარებელთან.
დღეს ხსენება არის საერთოდ დიდმარხვის მეოთხე კვირას წმინდა იოანე კლემაქსის კიბის აღწერელის ამ წმინდა მამისა, მაგრამ რამდენადაც დაემთხვა ამ წელს 40 სებასტიელის ხსენება, ამდენად როგორც დიაკვანმაც გითხრა პეპიკონიდან გადატანილუნა იქნეს ან წინა დღეს, ან მომდევნო დღეს მსახურება მათი მაშინ აღესრულება. მაგრამ რამდენადაც აქვს ძალიან მდგრადი მნიშვნელობა მეოთხე კვირასა იოანე კიბის აღწერელის ხსენებას და იმ წიგნს, რომელიც ანდერძად დაგვიტოვა ამ წმინდა მამამ, და არა მარტო თავისი სახელით, არამედ წმინდა და ასკეტი მამების სახელით, არ შეიძლება ორი სიტყვით არ აღვნიშნო. თავისი უმდიდრესი ასკეტური ცხოვრების გამოცდილებიდან, წინამავალ ასკეტ მამათა მეუდაბნოთა და მისთა თანამედროვეთა დიდი გამოცდილების გათვალისწინებით დაწერა ღვთისმშობლიერი წიგნი, ფაქტიურად მართლაც სულიერი კიბე, რომლითაც აღვალთ მიწიდან ზეცად. ესა თუ ის სათნოები არის განხილული და საბოლოოდ ეს სრულდება თუ განვლის ამ საფეხურებს ადამიანი სრულდება მარადიული სიხარულით. ეს სხვაგვარად სათნოებათა კიბე შეიძლება გააზრებული იყოს ჰიმნოგრაფიაში გააზრებულია როგორც ღვთისმშობელი მარიამი, სხვაგან როგორც ქრისტე მაცხოვრე. მაგალითად იაკობ მამათმთავარი, როდესაც თავის ძმას ელუტოდა და უდაბნოში ძილსა შორის იხილა კიბე აწვდენილიცა მიწიდან, რომელზეც ანგელოზები უფლისანი აღვიდოდნენ და გარდამოვიდოდნენ. ეს იყო წინასწარმეტყველება ქრისტეს განკაცებაზე და ღვთისმშობელ მარიამზე, რომლის მიერაც სულიწმინდის მოქმედებით განკაცდა ერთი სამებისაგანი. ჩვენ ბევრი ვილაპარაკი ამა თუ იმ სათნოებზე, ცალკეულ მანკიერებებზე, რომლითაც იღუპავს ადამიანის სულს. მე ამჯერად სურს, რადგან პანაშვიდის გადახდაც სურს თქვენთან ერთად ჩვენი პატრიარქისთვის, სურს ამოგიკითხოთ სამი ძველი მამიდან, როგორებიც არიან იპოლიტე რომაელი, ველმოწამე, რომის პაპი, მართლმადიდებლები იყვნენ მაშინ, ეფრემ ასური, ნილოს მდინარე და შედარებით უახლოესი მამის ეგნატე ბრიანჩანინოვის წინასწარმეტყველებანი და მსჯელობანი თუ ზნეობრივი თვალსაზრისით როგორები იქნებიან ადამიანები. ჩვენ ვიცით ამ კიბის მიხედვით, რომელიც იოანე კიბის აღწერელმა დაგვიწერა და რაც დიდრად გვისახსოვრეს სხვადასხვა თაობის წმინდა მამებმა, თუ როგორ სათნო ვეყობით, ანუ მოსაწონი როგორ გავხდებით უფლისთვის და ამჯერად მინდა შეგახედოთ იმათზე, თუ როგორები იქნებიან ადამიანები ქრისტეს, ანტიქრისტეს გამეფების წინ და შესაძლოა, ხო ის საოცრება ზოგიერთმა ჩვენთაგანმა საკუთარი თავით შეიცნოს და უფრო მეტად ერში, რომლებიც სავსებით არ იცნობენ ქრისტეს მოძღვრებას, არ იცნობენ, ან იცნობენ და არ ცდილობენ შეუდგნენ უფალს. წმინდა წერილი, როდესაც ქვეყნიერების საერთო მდგომარეობას განიხილავს, ამბობს, რომ ქვეყნიერება არა ზნეობრივი სრულყოფილების, არაზევით მიმავალ გზაზე მიდის, არამედ ქვევით, ანუ ზნეობრივი თვალსაზრისით წუთის სოფელი უარესდება, დეგრადირება ხდება ზნეობის. აი რისი მოწმენის თუნდაც დღესა ვარ. კონკრეტული მაგალითები და მანკიერებებია ჩამოთვლილი და ესე იგი აი უკვე ეს ყველაფერი უკვე მოდებულია ხავსივით თელს ქვეყნიერება. ხავსივით კი არ არის მარტო მოდებული, ოფიციალურად კანონმდებლობის დონეზე პარლამენტებში ამტკიცებენ ამ უმძიმეს ცოდვებს. აი ეხლა ხას თუნდაც 2 კვირის წინ ევროკავშირმა სავალდებულო გაუხადა ევროკავშირის ყველა ქვეყანას აღიარონ ტრანსგენდერი მამაკაცი არის ქალი. ანუ გვარწმუნებენ რომ შავი არის თეთრი. ჯერა ქართულად რო თქვა ბრმების სკოლაა. ბნელა მთვარი აღამეს. აი მარტივად მინდა ესე უთხრა განზრახ. ამათ. და სხვა მსგავსი ეგრეთ წოდებული კანონები. და ჩვენ ახლა როდესაც პედოფილების კუნძულის საიდუმლოება განხილდა და ნაწილი უკვე აჩვენეს ამხელა მოღვაწეები ბჭყალებში, დიდი პოლიტიკოსები, გლობალური პოლიტიკის სათავეში მყოფი დასავლეთის ქვეყნების, ევროპის და ამ დროს არიან ყოვლად ზნედაცემული ადამიანები. აი ვინ მართავს, ანუ ვინ ანგრევს ქვეყანას და ქვეყნიერებას, არა უბრალოდ ერთ ქვეყანას, ქვეყნიერებას და ამათ მორჩილებას და ამათი
კოკასაშინა რაც ადგას იგივე წარმოდინდებისო. ამათ მყრალსულებში, ამ პედარასტების, ლესბიანკების და სხვა რა კანონები დაიბადება. როგორ ფიქრობთ თქვენ? მას რა შეშირდებათ? იმიტომ რომ როცა ადამიანი ხდება ნახირი, მისი მართვა ადვილია. რატო ებრძვიან ეკლესიას, მართლმადიდებლობას, ჭეშმარიტებას? იმიტომ რომ ვერ დაგვიმორჩილებენ. ჩვენთვის ყოველად მიუღებელია მათი ეგრეთ წოდებული კანონები და მართვის სისტემა. უფალმა ჩვენი ცხოვრების წინამძღვრმა გარკვევით გვასწავლა, რომ მივცეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღვთისა ღმერთსა. ღმერთმა რაც გვასწავლა, ის მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და ჩვენ მას ვეკუთვნით. ხო და კეისარს რა უნდა გადავუხადოთ ჩვენ? შუხის გადასახადი, გაზის გადასახადი, წყლის, რომელიც ზვირდება განსაკუთრებით ევროპაში დღეს ეს ომი რომ დაიწყეს. რა დღეში არიან თქვენ რომ იცოდეთ ევროპაში რამოდენიმეს ველაპარაკებ უკვე. ეს მხოლოდ ჟურნალია, დასაწყისია იმ უბედურებების, სალმობათა როგორც უფალმა უწოდა, რომელიც ელოდება მათ და საერთოდ კაცობრიობას. დაცული და დაფარული იქნება მხოლოდ ის, ვინც იქნება უფალთან. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ხელი ჭილობში იცნობა აპარას გეტყოდა. ეს არის ჭეშმარიტება. შეისწავლეთ უნდათ კაცობრიობის ისტორია. წმინდა წერილის მოძღვრება და დამეთანხმებით იმაში, რასაც მოგახსენე. ანუ მე ჩემსაც არ გეუბნები. ეს არის მდიდარი, ხანგრძლივი ისტორიული გამოცდილება და სწავლება წმინდა წერილისა, რომელიც ნაყოფია სული წმინდისა. ამიტომ ვამბობ მაგალითად, მათეს სახარება კი არ არის, ლუკასი და სხვა. მათეს სახარება. მათემ აღვიწერა და ჩაგვიწერა. ლუკამ, იოანემ და მარკოსმა. სულ ეს არის წმინდა ჭურჭლები, რომელმაც ჩაგვიწერეს ქრისტეს უწმინდესი მოძღვრება და მრავალიცა სხვა. მოკლედ ქვეყნიერება მსოფლიო არა მიდის არა ზეცისკენ, სევით, ზნეობრივი თვალსაზრისით, არამედ პირიქით, ქვევით, წარსაწმედელისკენ, უბსკრულებისკენ. ერთი უკვე ფაქტი, რომ ქვეყნიერების ისტორია მასზე ღვთის სამჟავროთი სრულდება, საკმარისად აჩვენებს თუ როგორ უყურებს ღვთის სიტყვა აწინდელ ეგრეთ წოდებულ პროგრესსა და ცივილიზაციას. აი მისი შედეგი იქნება ეს ყველაფერი. იმდენად ვართ დაბრმავებული, რომ ცივილიზაციას რაღაც უმაღლესად მივიჩნევ, თავად მადლსა და ღვთისული ცხოველსყოფელ აღორძინებას რომ ანაცვლებს. მრავალი ფიქრობენ, რომ ამას სოფლის სულს შეიძლება ეგუებოდე და იმავ დროს შესაძლოა ღვთიური ჭეშმარიტების ერთგული რჩებოდე. მაგალითად მე იყო ეს უზნეო კანონები და თან იყო ვითომ არაფერი ხდება, იყო ვითომ ქრისტიანი. ყოველად შეუძლებელია და აი რატო? შესაძლებელია გიყვარდეს საწუთრო, შესაძლებელია გიყვარდეს საწუთრო, ანუ წუთისოფელი, შესაძლოა ღმერთსაც სათნო ეყოფოდე, ანუ მოსაწონი ხდებოდე. არა, მაგრამ იესო ქრისტე გადაჭრით ამბობს. ვერ ვისხელეწიფების ორთა უფალთა მონებად, ღმრთისა მონებად და მამონას. არ შეიძლება ქრისტეს და ამ სოფლის თავს ეშმაკს ემონებოდე ერთდროულად. ურთიერთგამომრისხავია. qalbi მორალის საფუძველზე ღვთისის რომ ახშობს და ადამიანთა ხორციელ ცხოვრებაში შთანთქმის ნიადაგზე წინა ანტიქრისტესეულ დროს უხვად ამოიზრდება საზარელი გარყვნილება და ყოველგვარი მანკიერება. ცოდვიანი მაგალითები და სასტურები იმდენად გამრავლდება, რომ ცოდვიან ცხოვრებაში აურაცხელ ადამიანს გაიტაცებს. ცხოვრების გაბატონებული ტონი არნახული საყოველთაო გაბოროტება იქნება. სახარების მიხედვით ადამიანებს შორის სიყვარული სავსებით დაიშრიტება, როგორც უფალმა იწინასწარმეტყველა. ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულება მოკლებული იქნება ყოველგვარ ნდობას და სივერაგით იქნება აფსილი. გაბოროტება ადამიანებს არნახული ძალით მოიცავს და ყველგან გავრცელდება საზოგადოების ყოველ ფენაში, ოჯახშიც კი ნათესავებს შორის და ჩვენ კონკრეტულ მაგალითებს ჩამოგვითვლიან მამები. და რაც უკვე დღეს ხდება ადგილია და ზოგიერთ ქვეყანაში უკვე ოფიციალურად არის დანერგილი. მიისეს ძმამა ძმაის სიკვდით და მამამა შვილი და აღგენ შვილი მამ დედათა ზედა და მოჰკვლიდნენ მათ. ნათქვამია უფლისგან მარკოზის სახარებაშია ჩაწერილი. ამ პირქუშ განდგომილობას სურათხატოვნად აღწერს მღვდელმოწამე იპოლიტე რომაელი. კერძოდ, ყველა თავისი საკუთარი ნების მიხედვით იმოქმედებს, შვილებით შეეხებიან ხელით მშობლებს, ანუ ცემას დაუწყებენ. სოლი თავის ქმარს გასცემს სასიკვდინედ, ხოლო ქმარი სასამართლოში მიიყვანს სოლს როგორც დამნაშავეს.
ბატონები თავის მსახურების მიმართ არაადამიანურ დესპოტიზმს გამოიჩენენ, ხოლო მსახურებს ბატონების მიმართ დაუმორჩილებლობის სული ექნებათ. აი იერარქიული მორჩილებაზე ლაპარაკს სამსახურებში და ასე შემდეგ. და ისეთი დრო დადგება ერთ-ერთი რუსი წმინდა მამა ამბობს, რომ ესე იგი არათუ ოლქები აღარ დაუჯერებენ ცენტრალური ხელისუფლებას, არამედ სოფელი და დაბა რა არის, ისინიც კი აღარ მოусმენენ მათ. იქნება სრული სახელისუფლებო ქაოსი, რომელიც მოიტანს პირველ ყოვლისა შიმშილობას, უწყლობას, მოუწესრიგებელ ცხოვრებას, რასაც მოყვება კიდევ ინფექციური დაავადებები უწყლობასა და აღარ მოყვები ამ ყველაფერს. დაუბალნობას ეხლა ყველა წვლილას ვერ გაგიანალიზებთ. მოხუცის ჭაღარის მიმართ პატივისცემის გზნობა არავის ექნება, ხოლო ახალგაზრდულ სილამაზეს არავინ დაინდობს. სიძვა, რუშობა და ფისის გამტეხლობა აავსებს დედამიწას და გრძნეულება, ჯადოქრობა და მისთობა სწრაფად და გაძლიერებით მოხვებიან მათ. აღგებიან სულ წინასწარმეტყველი, სრულ მოციქული, ჯადოქრები, სახრალი, ბოროტმოქმედნი, ერთმანეთს რომ მოატყუებენ მტაცებლები, ანგარნი, ცილის წამებლები და ურთიერთმოძულენი. განა იგივე არ ქონდა მხედველობაში მაცხვარს, როდესაც ამბობდა, რომ გამრავლებითა უჟულოებისათა გახმეს სიყვარული მრავალთაი და მაშინ დაბრკოლდებიან მრავალი და ურთიერთაშინა გასცემენ და ზულობდნენ ურთიერთას. თქვენ უბრალოდ წარმოიდგინეთ, შიმშილი რო ჩამოვარდება, რა დღეში იქნებიან ადამიანები. ყველაზე ახლოს ასეთი ადამიანებისთვის არის კუჭი, არა ჭეშმარიტება, არა დედა, არა მამა, არა შვილი. მაგალითად ეხლა უცბად გამკარგონებაში ივანე ოქროპირის ქადაგებიდან მომაგონდა, ბარყოფას აჯანყება მოხდა. ესე იგი ისრაელში ებრაელები აუჯანყდნენ რომის ხელისუფლებას, რამოდენიმე წელიწადი ხალხად ალყაში ვირთხა და თაგვიც აღარ იშვებოდა ქალაქში, რომ რამენაირად მოეკლა შიმშილის ყურვილი. ვინ დაგიდევდათ, რომ საძაგელი ცხოველი იყო. და ერთი სიტყვით ბოლოს შეანგრიეს კარები ერთ-ერთ მხარეს და რომაელი ჯარისკაცები შევარდნენ და გაუგდნენ. შემწვარი ხორცის სუნის მოდიოდა. სუნს მიყვნენ და მიადგნენ ერთი არისტოკრატი ქალი სახლს და როცა კარი შელესეს და შევიდნენ, ნახეს, რომ მაგიდაზე შემწვარი ხორცი ედო და ჭუიდან იყო გადაშული დედაკაცი. აი ეს ჩემი შვილიო, აღარაფერი აღარა მაქვს. დავკალიო. ნახევარი უკვე შევჭამე და თუ სიცოცხლეს მაჩვენებთ, აი თუ გინდათ ეს ნახევარი თქვენ ჭამეთო. და რა თქმა უნდა წარმართებმაც კი არ გააკეთეს ეს. სადამდე შეიძლება ადამიანი მივიდეს. როგორი შინაგამცემლობა დაიწყება შიმშილის. როგორ დაუმალავენ ერთმანეთს იმ მცირეოდენ საჭმელს რაც აქვს. მშობლები შვილებს გაწირავენ, შვილები უფრო ადვილად გაწირავენ მოხუც მშობლებს და ასე შემდეგ. ამის წარმოდგენა სავსებით არ არის ძნელი, გადავხედარა პანორამას დღევანდელი საზოგადოებისა. უკანასკნელი ჟამის ადამიანთა წინასწარმეტყველურ დახასიათებას მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალი მამა იძლეოდა. მათ შორის ასევე წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი გვაფრთხილებდა, რომ ქვეყნიერების აღსასრულისა და უფლის მეორედ მოსვლის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი იქნება არაჩვეულებრივი ნივთიერი განვითარება, ანუ მატერიალიზმი. ადამიანები დაივიწყებენ ღმერთს, დაივიწყებენ ზეცას, დაივიწყებენ მარადისობას და თავის თუნებაში თითქოს საუკუნოდ უნდა იყვნენ სამუდამო დედამიწაზე, მთელ ყურადღებას დედამიწას მიაქცევენ, მასზე თავისთვის ამაღლებული და უცვალებელი მდგომარეობის მოსაპოვებლად. საკოლოთაო გარყვნილება მის დამბადებელ მეცნიერულ პროგრესთან ერთად ქვეყნიერების აღსასრულისა და ქრისტეს საშინელი სამშობლოს მოახლოების ნიშანი იქნება, მაგრამ არა მარტო ავხორცობა იმეფებს. მაშინ, როგორც მიუთითებდა მღვდელმთავარი, გარყვნილება ფართო აზრით ამ სიტყვისა კაცობრიობის დედამიწაზე უკანასკნელი ყოფის მონაპოვარი იქნება. ამით იამაყებენ კიდეც. რადგან დღესვე გამოდიან ქალი კაცი, ეს არ დაბავიწყდება, ქალი გამოვიდა და მე საქართველოს დამსახურებული ბოზი ვარო. თავის თავზე ამბობს. ანუ ეს დროება უკვე შემოსულია. უბრალოდ თავის შემდგომ განვითარებას ელოდება. განსაკუთრებით გამოწვლივითი დახასიათება კაცთასნეობისა უკანასკნელ ჟამს მოგცა ღირსმა ნილოს პირომდინარე ათონელმა თავის სიკვდილის შემდგომ გამოცხადებაში. ესევე აი პარლამენტის წინ ჩვენი წინაპრების მოწამეობის ადგილზე, ესე იგი ახალგაზრდა გოგონები იყვნენ შეკრებილები, ლესბოსელები. კალმით ნახატი იყო ახალგაზრდა ულამაზესი გოგონა და
ისე ურცხვად ლაპარაკობდა, რომ მთელი ვარ და მამაკაც და ვეღარ მოусმინე და გავთიშე. ეხლა მე ესეც რომ გამოდიან, ეხლა ძაღლის უფლებებს იცევენ, ძაღლზე ზრუნავენ. და ალოცილო რა ქვეყანა აყვავებული ყავ, ადამიანებზე იზრუნდნენ ჯერ. მე რა არის, ესეც ავადმყოფობაში გადავიდა უკვე. თან მოდა არის ქარაფშუტობის უმაღლესი გამოხატულება. ძაღლი უნდა ყავდეს იმიტომ და რაც შეიძლება ძვირად ღირებული, რადგან სხვას ყავს. და ქუჩებში გამოყრილი მამაკაცები, კუნთმაგარი მამაკაცები დილადრენ ცოლის წიხლით გამოგდებული ძაღლთან ერთად, რომ ასე ირნოს ეს პატარა ბალვანკა. კაცია, ეს ხო კაცი აღარ არის. ჩემ თვალში ჩვარია, რომ მე კაცი როგორც კაცი ვამბობ. ეგეც არაფერი. ინტერნეტში შედიხარ და ნახავთ ქალები ძაღლებს მაპატიეთ როგორ უწვევიან. და ეს მხოლოდ ცირეს ვამბობ მე. სირცხვილის გამო ვერ ვამბობ დანარჩენს. ეს სრულიად მიზანდასახულად ხდება მოსახლეობის საყოველთაოდ გარყვნისთვის. ანუ ამას სხვანაირად წმინდა მამებთან ქვიან დეევანგელიზაცია, ანუ სახარების სულიდან განთავისუფლება და სატანიზაცია მოსახლეობის. იმიტომ რომ სატანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული ეგრეთ წოდებული აღარც ვიცი ეხლა ადამიანი როგორ უწოდა ესეც მიჭირს, ენ არ მებრუნდება ასეთებზე თქვა რომ ადამიანები არიან. ივანე ოქროპირთან ერთად ზოგიერთ ადამიანს ძალიან ძნელია თქვა რომ ის ადამიანია. აი ეს ამაქვს ხედველობაში. რა თქმა უნდა ასეთები შეხვდებიან ანტიქრისტეს სიხარულითაც. არა მარტო შეხვდებიან, მოიწვევენ, აი ცოტა ხანში წაგეკითხავთ წმინდა მამის ამჟელობას, რატომ მოხდება ეს? ხშირად გვითხოვს, ზალი კარებს არ შემოგვიბრებს პირიქით ლოგიკური შედეგი იქნება კაცობრიობის გარყვნილების და ღმერთისაგან დაშორების. მათი სურვილი იქნება. ამიტომ უწოდებენ, როცა მოიყვანენ თავარ მშვიდობის ყოფილს და თავარი მშვიდის ყოფილი ისე ჭირის დღეებს შეამთხვევს, რომელზე თავად უფალი ამბობს. ფლობელი აწყოსი წარსულისა და მომავლისა, რომ ასეთი ჭირის დღეები არ ყოფილა დედამიწაზე და აღარ იქნება ქრისტეს დიდებით დაბრუნება. რა უნდა იყოს მაინც? შეგძრავს ეს სიტყვები. განსაკუთრებით გამოწვლილვითი დახასიათებდა კაცთა ზნეობის, ანუ უზნეობის უფროსულად უკანასკნელ შამს მოგცა ღირსმა ნილოს პირომდინარე მე-16 საუკუნის ათონელმა მამამ თავის სიკვდილის შემდგომ გამოცხადებებში. როდესაც კერძოდ ნათქვამია მასთან ანტიქრისტეს მოსვლა მოახლოვდება, ხორციელი ვნებებისაგან ადამიანთა გონება დაბნელდება და უკეთურება და უჟულოება სულ უფრო გაძლიერდება. საწუთროს ვეღარ იცნობ ადამიანთა იერი შეიცვლება და შეუძლებელი გახდება მკაფიოდ მამაკაცისა და ქალის გარჩევა სამოსელისა და თავზე თმის ფორმის უსირცხვილობის გამო. ამას თქვენ უკვე ხედავთ, იხილეთ როგორც არის ითქვიან. ეს ადამიანები გაველურდებიან და გახდებიან სასტიკნი, ხეცებივი, ანტიქრისტეს ტუნების გამო, მშობლებისა და უფროსების მიმართ პატივისცემა არ იქნება, სიყვარული გაქრება. აი ერთ-ერთი მათი წარმოადგენელი ფსევდოლიბერალი სააკაშვილი. გახსოვთ არა, მე ის მომისმენია ეს შელობა მისი ბჭყალებში ასე თქვა. არ უნდა დაუთმო ადგილი თქვათ ტრანსპორტში. იმიტომ რომ შენ გადახდილი გაქვს. ჩვენ ასე გვასწავლეთ, არა. პირიქით უნდა დაუთმო. უფროს პატივი უნდა დაუჯერო. ახლა ყველაფერი პირიქით არის. მოჯანყეთა საზოგადოება ყალიბდება მთავარი მოჯანყის ანტიქრისტეს ისაღებად. მას მშობლებისა და უფროსების მიმართ პატივისცემა არ იქნება, სიყვარული გაქრება, მორიდება და უბიწოება აღარ ექნებათ ადამიანებს და სიძვა და აღვირახსნილობა გაბატონდება. ესეთი მაგალითებიც არის უკვე ქუჩებში არ თუ თითოეულა. სიცრუე და ვერცხლის მოყარება უკიდურეს ვარს მიაღწევს. საერთოდ ყველა მოდასაყოლილი ხალხი, რა სახის მოდა და განსაკუთრებით ამ სახის მოდის, ჩემს თვალში არიან ჭკუასუსტები. კი არ დავცინი. კონსტატირებას უკეთებ ფაქტს. ჭკუასუსტი უნდა იყო, რომ სინდისის საწინააღმდეგოდ ცხოვრობდე. სინდისი არის მოუსყიდველი მსაჯული, როგორც ოქროპირი ამბობს. შეიძლება მე არ დამიჯეროს, შენ არ დაგიჯეროს, მაგრამ სინდისი განუწყვეტელი ველაპარაკება ამ ადამიანს. და როგორი ტანჯება შინაგანად, რომ სინდის არ უსმენს და არის უსინდისო და მოსვენს და აშენებს უსინდისოთა საზოგადოებას, ვიდრე მიიღებს თავარ უსინდისოს. სიცრუე და ვერცხლის მოყარება უკიდურეს ზღვარს მიაღწევს, გარდა გარყვნილებისა ესე იგი. და ვაი საგანძურის მომგროვებელ, სიძვა, რუშება, მამათმავლობა, საიდუმლო საქმეები, ქურდობა და მკვლელობები იბატონებს საზოგადოებაში.
დრო დადგება, როდესაც ადამიანები უგუნურებას მიეცემიან, ხოლო ვინც ასეთი არ იქნება, ნახეთ რა ეთქვიან მას. უგუნურებას მისცემი ხარ, იმიტომ რომ ჩვენ არ გავხარ. ესე იგი, უგუნური რომ არა ხარ, ამიტომ ხარ უგუნურიო. მეტი რაღა გითხრათ საყვარელო. როგორი მძარცველობა იქნება, როგორი კაცვნებიანობა, მრუშობა, სისხლის აღრევა. კერძოდ აი ხო ცოტა ხანში გვეტყვის რა და როგორ გაღწელებამდე სიძვით. მაშინ იქნება შფოთი ცილობით, ანუ თელს ქვეყნიერებაზე რევოლუციები და პარტიათა შეხლა შემოხლა და ესენიც არ გვაკლია უკვე. სულ ცოტა 2-3 საუკუნეა მიმდინარეობს ესე იგი რევოლუციები და მრავალპარტიულობისთვის რატო უნდა მრავალპარტიულობა, რატომ არ უნდა მართოს ერთმა და იმიტომ რომ როგორც კრილოვის იგავშია ნათქვამი, ტვირთს აქეთ-იქით რომ გასცევე სხვადასხვანი, ტვირთი დარჩება ადგილზე. ეს კარგია ამ ქვეყნის დამორჩილებისთვის. ადამიანს დაკარგოს ორიენტირი, აღარ იცოდეს სად არის სიმართლე, სად არის ჭეშმარიტება. რა უკეთესია მისი სამშობლოსათვის, პირადად მისთვის, მისი ოჯახისთვის, მისი ახლობლებისთვის. და იზმებათ არიან დაყოფილები. მათ შორის ყოველად ოდიოზური პიროვნებები, რომლებიც ეგრეთ წოდებული პარტიები ჩამოაყალიბეს. გინდა დაგესახელო ჩვენი სინამდვილიდან. ეს ხომ თქვენს კარგად იცით. და სწორედ ასეთებს სულთ დაუწვინონ დასავლეთ საქართველოს. ჩვენ არ ჩრდილოეთი გვინდა, ჩვენ გამკითხავებს მივართავ, არ დასავლეთი. მაგრამ თქვენ უკვე ისეთი დაცვედანებული ხართ ასეთები და ისეთი შეცვლილები ხართ, რომ ვერ წარმოგიდგენიათ ლაჩრებო, რომ საქართველოს შეიძლება იყოს დამოუკიდებელი. როგორ, რანაირად, აი როგორც მაგალითად დავითი ამბობს ფსალმში, თავის მტრებზე, ისრაელის მტრებზე, ისინი ეტლებითა და ისინი ხუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა, უფლისა, ღვთისა ჩვენისა და ავსგებით და აღვემართებით. ისინი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით, ხოლო ჩვენ ჩვენი სარწმუნოებით. რა შეუძლია რწმენას? დავითი ვახსენე, გოლიათი დაამარცხა. ჩვენთან აგერ ვახტანგ გორგასლის ფრესკა გადმოყურებს. მანაც ოსი გოლიათი ფალავანი დაამარცხა. ილოცა ოღონდ ერთმას და მეორეც. საწინდარი რა იყო მათი გამარჯვების? ღვთისადმი მიმართვა, ლოცვა, ძალის და შეწევნის თხოვნა. და მოხდა სასწაული, როგორ შეიძლება პატარა ბიჭუნამ დაამარცხოს ამხელა გოლიათი. შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელი არის ღვთისათვის. მაგრამ თქვენ ხომ ამ სწავლებას არ უსმენთ, არ გინდათ. პროდასავლური განათლება მიღებული, ანუ ტვინები კარგად აგავთ, მოდერნისტულად გამორეცხილი და თქვენთვის მიუღებელიც არის, გავოგებელიც არის და საძულველიც მართლმადიდებლობა. მაგრამ იმის გამო რომ თქვენ იზგძულთ, მართლმადიდებლობა ამით არსებობას არ შეწყვეტს. პირიქით, ღვთისმშობლის წყალობით და ჩვენი დიდი წინაპრებისა და არა მარტო ვახტანგ გორგასალი ყავს დიდი წინაპარი, ასე ერი არ არსებობს, ამდენი მოწამე ყავდეს, ამ პატარა ერს რომ ყავს. ერთ დღეში 100,000 ადამიანის შეწირულა წმინდა ხატების თაყვანის, ანუ მათზე გამოხატულის, მაცხოვრისა და ქრისტე მისი ყოვლადწმინდა დედის ღვთისმშობლის ხატებს. ერთხელ უნდა დაენერწყვებინათ და ერთხელ უნდა დაედგათ ფეხი. დღეს ნაფოტებად აქცევენ და ექსტრემეტებში გადაყრიან ხატებს. აი ასეთები, თავისი ძაღლუმანდური არაფრის მქონე სიცოცხლე რომ გადაარჩინონ. და რა გინდა, მაგალითები გვაქვს. ერთ-ერთი ფსევდოლიბერალი ახალგაზრდა გამოდის, ჯდება უნიტაზზე, მაპატე ჩარვალ ჩახტილი და ჭამს ბიბლიას, ხებს და ჭამს. რა არის ეს? ჩემს თვალში ის არის სულიერად დაავადებული. მაგრამ სხვანაირად შეიძლება ახსნა მისი მოქმედება. და ამას ახალისებს დასავლეთი. რაც უფრო მეტი იდიოტი გვეყოლება ქვეყანაში და გამყიდველი, მით უფრო ადრილოდ დაიმორჩილებენ ქვეყანას. აი რაშია საქმე. რაში ჭირდება უკვე გამოსრის კბილებიდან. პირველ ყოვლისა გეოპოლიტიკური მდებარეობით. და მერმე რომ მოდიან აქტუანებული მიდიან აქედან. იმ დიდი სიმდიდრით, რაც უფალმა ღმერთმა მისცა ამ ქვეყანას, ის არის შემოქმედი ცათა ქვეყანისა. და იმისი გაფრთხილების შნოც არ აგვაქვს. ჩვენი წინაპრები სულ სწირავდნენ, ანუ ქრისტესთვის, ანუ მამულისთვის. ჩვენ რას ვაკეთებთ? ღმერთს აბუჩად ვიგდებთ, სამშობლოს ვყიდით.
ღმერთმა ჩვენი პატრიარქის ლოცვით ამ ფსევდოლიბერალებს, ამ მოღალატებს, ამ მამონას მონებს, ღვთისა და ჩვენი სამშობლოს მაძაგებლებს სინანული ჩაუღვაროს გულში სანატრელი და სასურველი. ამენ. ელოცოს და ასეც ვფიქრობ, რომ უეჭველად ილოცეს და პირველყოლის ასეთებისთვის ჩვენი პატრიარქი. მაგრამ რა არის ერთი მაგრამ იმ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს. უფალი კი ამბობს, მე ვრეკ ყოველი ადამიანის გულის კარზე, მაგრამ ნახეთ ის რეკს როგორი მორიდებით ამბობს. იმიტომ პატივს სცემს თავის knilებას, ამ ადამიანში, ამ knilebაში პატივს სცემს თავის უფალ ნებას. კარებს კი არ შემოგილეწავს გულისას. მორიდებით რეკს. ანუ რაც ნიშნავს, რომ განმარტოთ მამათა მიერ სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს ადამიანს დაანახოს სიმართლე და მოიყვანოს სინანულში. ეს შეიძლება იყოს ზოგჯერ დიდი სიხარულის მიღება, რაც იშვიათად ხდება. რომ სინანულში აგდებდეს, თუმცა ესეც ხდება. მადლიერების ნობა არ უჩნდებოდეს ადამიანს. უფრო ეს ხდება ავადმყოფობებით, ფათერაკებით, განსაცდელებით, განსაკუთრებით უფალო, ჩემს შვილს თუ შეეხები, ყველაზე დიდი ტკივილია. მე შემეხე. მაგრამ უფალი უშვებს, რომ შვილსაც შეეხოს. რადგან უყვარს შვილიც და უყვარს მამაც. და იმან იცის, რომ თუ ასეთი უდრეკი დარჩებიან, ერთიც და მეორეც წარწყდებიან. სიცოცხლეს მოსდევს სიკვდილი. ეს ყველა მონა იცოდეს. და სიკვდილს, როგორც მოციქული პავლე ამბობს, სამჟავრო. მაშასე იმ ჟამის და რაღა იმ ჟამის, ამ ჟამის ადამიანები შეწყვეტენ თავიანთ კეთილ განწყობას, ბოროტს მიმართავენ. ბოროტ წარწყმედულთა, ისე რომ ვერ შეისხმობენ რა არის ძმა და რა არის და, რა მამა დედასთან ერთად და რა დედა ძითურთ, არც საქორწინე გვირგვინს ცნობენ. აგრძელებს ღირსი ნილოს პირომდინარე. მხოლოდ ერთი წარსაწყმედელი ექნებათ, ერთი საერთო დაცემა და დაღუპვა, როგორც სოდომი და გომორა. ანუ ხუთი მართალის არ იპოება, მოიპოება მათ შორის. და ძმას ცოლივით ეყოლება. დედაზე როგორც ქმარი, ძე მამას მოკლავს, ასეთი მაგალითები იქნება უხვად. ძე მამას მოკლავს და დედასთან იმრუშებს. და სხვა მრავალი ბოროტება ჩვეულებად იქცევა. ადამიანებს რამდენადაც გაეხვევიან ბოროტ საქმეებში, იმდენად მოინახულებენ განსაცდელებით. მაგრამ ესეც არ მოიყვანს ჭკუაზე. ამ ომის არ იყოს, ამ ომზე ამბობენ. იპოლიტე რომაელი გვაფრთხილებს ჯერ კიდევ 17 საუკუნის წინათ. ეს ომები რო იქნება ბოლო ჟამის. მეზობელი სახელმწიფოები ჭკუას კი არ ისწავლიანო. რო ხედავ რამხელა უბედურება დატრიალდა. ამდენი ხალხი იხოცება, აგერ სკოლებს ბომბავენ ერთმანეთის, უკვე ბავშვებს ხოცავენ რა, ეს გაცოფებული ხალხი. და უკვე პროდუქტებზე არის გაჭირვება, კრიზისია, ჰუმანიტარული დახმარებისთვის კორიდორს არ ხსნიან და მრავალისა სხვა. მაგრამ ჭკუას კი არ ისწავლიან მეზობლის უბედურებაზე. თვითონაც ან ერთ ან მეორე მხარეს ჩაებიან ომში. როგორც ხდება, აი მაგალითად ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენს ღმერთით დადგება 72 და ამ ომისთვის უნდა მისცენ ნობელის პრემია. ავათარი რა. სხვანაირად ვერაფერს ვერ იტყვი. ომისთვის უნდა მისცენ მშვიდობის პრემია. ამით ყველაფერია ნათქვამი. გარდა იმისა, რომ ის არის ფულთმოყვარული, მამონას პირწავარდნილი მონა. მას ადამიანებს რამდენად გაეხვევიან ბოროტებაში, იმდენად უფრო მოინახულებს განსაცდელები. ხოლო ადამიანებს რაც მეტი უბედურება დაატყდება თავს, მით მეტ ბოროტებას იქმან. ანუ იმის ნაცვლად, რომ შეინანონ, ღვთის მიმართ ბოროტდებიან. ხოლო ბოროტმოქმედებანი, რომელსაც მოიმოქმედებენ ადამიანები, წარღვლის დოინდელ ადამიანთა ბოროტმოქმედებებს აღემატება. ყველას ლაპარაკი მხოლოდ ბოროტებაზე ექნება, განზრახვანი მარტო ბოროტებაზე, ნება ბოროტი, თანაამხანაგობა ბოროტებისთვის. საქმეები ყველას მხოლოდ ბოროტი, საყოველთაო ბოროტი მტაცებლობა, საყოველთაო ბოროტი ძალადობა, საყოველთაო ბოროტი განკერძოება, საყოველთაო ბოროტი განხეთქილება. ყველაფერ ამასთან ერთად იფიქრებენ, რომ ბოროტის მოქმედიც სხონდება. ანუ ადამიანები შეიშლებიან. აი ამ ყველაფრის მიუხედავად გონიათ, რომ ასეთებიც სხონდებიან, როგორებიც არიან. მაშინ ექნებათ ოქროს საგანძურიანი ბოროტ განზრახვანიან. ანუ კაპიტალი ექნება და იტყვია, რომ არ გააჩნიათ, დაიჩივლებენ, რომ არ ყოფლით.
მაშინ ოქრო ექნებათ პროცენტებით. ვახში შეიმატებენ და შეიმატებენ ვახზე მოწყალებას ითხოვენ, რათა სასიცოცხლოდ ისაზრდონ, იტირებენ რომ არაფერი აქვს საჭველი, მიზანი კი ერთი ექნებათ კაპიტალის შეგროვება, რათა მეტი საკუთრება მოიპოვონ, რამდენადაც გამრავლდება ანგარება, იმდენად მოიმატებს ქვეყნად უბედურება. ანუ უკვალოდ არ ხრება. ვიღაცისთვის კი არ მე ვახშენ წაართვა უკანასკნელი კაპიკები. ქვეყნისთვის მოაქვს უბედურება, მსგავს რასმე. ღარიბებს შეავიწროებენ, ვინც მართალი იქნება. ვიდრე დაშის ამ გარყვნილ მოდგმას უფალი მანამდე გამოიყვანს. ამის მაგალითები უხად გვაქვს. წმინდა წერილში გნებოთ სოდომ გომორი მოიგონეთ, წარღვნა მოიგონეთ, ვინ გამოიყვანა იქიდან და ვინ გადაარჩინა უფალმა. თქვენი თქვით, აი ბიბლიაში წერია, ჩვენ არასდროს არ გვსმენია. მე მსმენია, წამიკითხავს და იხილეთ. მაინც იქეკები, როგორც სანაგვეში ინტერნეტში და წაიკითხე, რა დაემართათ გასული საუკუნის 60-60-იან წლებში კუნძულ მარტინიკს. სადაც აყვავებული სოდომური ცხოვრება იყო. სატანის ეკლესიაც კი ქონდათ იქ. და ღმერთმა როგორ დასაჯა. იქ ვისი გადარჩენა შეიძლებოდა, ყველა ისინი გაიყვანა სხვადასხვა მომიზეზებით. ზოგი სიზმრად ეჩვენა და უბრძანა წასულიყო. ზოგი დაავადა და იქ ვერ იმკურნალებდა და სხვაგან უნდა გადასულიყო. როგორც კი უკანასკნელი მართალი გაიყვანა, მისი გადარჩენის იმედის კიდევ იყო, ჯერ კიდევ იყო. მოხდა მეხსეულად წამის ყოფაში მიწისძვრა და ამხელა კუნძული თავის სატანურ ეკლესიასთან ერთად შთაინთქა ოკეანის წყლებში. ეს მოხდა ისტორიულად, ობიექტურად, მეორეს მხრივ ეს არის თანამედროვე მაგალითი. რა შეიძლება მოხდეს. ეხლა თქვენ რატო არ უშვის თუ ამდენი ბოროტება ქვეყანაზე? უფალმა გიპასუხა ათეული საუკუნეების წინათ. სისკარსაცა მოსყვედი ყოველთა ცოდვილთა ქვეყანისათა. ანუ ერთ გაელვებაში მოსვოდი ყველას. მაგრამ წადი და ისავლეთ ხორჩი მოსული უფალი გვეუბნება, წყალობა იმნებავს და არ ამსხვერპლი. ასეთი უნანელი ცოდვილი რომ მოკვდება, 60-ში კი არ მიდის, ჯოჯოხეთში მიდის და ღმერთი სიყვარულია და არ უნდა აძლევს ბოლო წუთამდე საშუალებას, დროს, ძალას, რომ მოიქცეს და დაფიქრდეს და გადარჩეს. ჩვენ კი ვართ რა ზვაობარნი, ქედმაღალი, ამბობთ, თუ დასაშელია დაისაჯოს. რატომ შენ თავზე არ ამბობ არასდროს? შენ გეცოდება შენი უხეირო თავი და არ გებრალებია სხვები? აბრაამი მართალი, აგერ მისი ხატია სწორედ აქ გამოსახული, ეს მომენტია ბიბლიიდან. აბრაამ მამა თავარმა რომ ესე იგი სამი ანგელოზი მიიღო და გაუმჟღავნეს, იმიტომ რომ ღვთის მეგობარი იყო და უდიდეს საიდუმლო გაუმჟღავნეს სოდომ გომორი, ხუთი ქალაქი უნდა წუნწუბასა და ცეცხლში, ესე იგი გოგირდოვან ცეცხლში უნდა დაეწვა. აბრაამს ის კი არ უთქვია რომ უჟულოდ ცხოვრებენ, კერპებს სემენ თაყვანს, არაფერი არ უთქვია მართალ აბრაამს. შეებრალა ისინი 100,000-ობით ადამიანი. უფალო 1000 ადამიანი რომ იყოს მართალი, ჩამოვიდა მე 500, 5 ადამიანი არ აღმოჩნდა მართალი და ვინც აღმოჩნდა, ეს კი გაიყვანა და გადაარჩინა აბრაამის მისული ლოთე. მისიც მისულობის გამო კი არ გადაარჩინა, არამედ იმის გამო რომ ისიც ბიძასავით მართალი იყო. სწორად ცხოვრობდა. აი რატო ხოვნის და არ მოდის უფალი. მაგრამ უკვე მერე როცა მიდის ადამიანი, იქ სინანულს აზრი აღარ აქვს. აქ რამდენადაც ძვირფასია და მაცხოვნებელი, იქ არაფრის მომტანია სინანული. განსაკუთრებით, როდესაც მოვალს უფალი დიდებით გაჟად ცხოველთა და მკვდართა მეორედ მოსვლით. მეორედ მოსვლიშო, თუ საღდება, თავიდან კი არ მოიგონებს იდოლი პორტრეტით ამგარი ადამიანის ცხოვრებას. არა, ის უკვე განისაჯა კერძო სიკვდილის, პირადი სიკვდილის შემდგომ. არამედ მხოლოდ იმას, თუ რა შეაწიეს აქედან. ლოცვა, მოწყალება, კეთილგანწყობა. ღმერთი ეძებს საბაბს ადამიანი აცხოვროს. ჩვენ კი არც საბაბს ვაძლევთ და არც მიზეზს ვაძლევთ. თუმცა ქნონი ხელთა მისთანი ვართ, მისი შექმნილები ვართ. თავისი ხატებითაც კი დაგვაჯილდობა, თავის უფალი ნება მოგცა, გონება და განжის უნარი, უკვდავება. საკუთარი ძეც კი არ დაინდო, მხოლოდ შობილი შემოგწირა ჩვენ. ჩვენ არაფერი არ გვინდა, ხელს უკრავთ ზეციური მამის ამ მოწყალებას და თავად ძისა და სული წმინდისა. არ გვინდა, ჩვენ ეს გვინდა, აქ გვინდა. და მე რა ხდება? სლუკუნით ამთავრებს არსებობას. არა გრიალით, როგორც გრიალებდა ცხოვრებაში, არამედ სლუკუნით. აი რამდენი ცნობილი პოპ, როკ, ვარსკვლავები, ულტრამილიარდელები, ტრილიონები აქ და აღარ ისე თავერითი გაიგიშო.
მაგრამ ყველა როგორც მეფეებიც კი დადიან საპირფარეშოში, ფეხსალაგში, ესევე ესენიც მიდიან სიკვდილთან. უბრალოდ კიდევ ვთქვათ, რომ სიკვდილი მოდის მათთან, თორე ესენი არასდროს მივიდნენ სიკვდილთან. ძალიანაც უნდათ, რომ უკუნითი-უკუნისამდე ასეთ გარყვნილებაში ცხოვრობდნენ და ხორციელ სიამეში, მაგრამ ღმერთი მათთანაც აგზავნის სიკვდილს. და ესეც სიკეთეა, როგორც ოქროპირი ამბობს, აი თუნდაც ასეთ ბოროტ ადამიანს, როგორ მამაო ის ხო ჯოჯიხისთავ დიახ, მაგრამ ისი არ დაიტანჯება, თუ კი დატოვებდა ცოცხალს, კიდევ მიამატებდა ცოდვა-სოდვაზე, უფრო მეტად დაიტანჯებოდა. ხოლო რაც შეეხება მართალ ადამიანს, მოვედ უფალო, ამბობდნენ წმინდანები, იოანე ღვთისმეტყველი თუ სხვა. ისინი ნატრობდნენ უფალთან შეხვედრას. სიკვდილი მათთვის მხოლოდ ის კარი იყო, რომელსაც მარადისობაში გაჰყავდა უფლის სასუფეველში. სრულიად სხვაგვარი მიდგომა და გაგება, როგორც დღევანდელი სიტყვებით ვიტყოდით. აქ მე უფრო კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ბებავშეების სულს როგორ ამოხდიან ღარიბებს, რა მოხდება ოლქებში, რაიონებში. და ამას 17 საუკუნის წინათ. გამოვტოვებ ამ ყველაფერს, ვარ გადაგხალოთ. ბევრი საზრუნავები ადამიანის გრძნობებს დააბნელებს, რათა თავისი ხსნისადმი იგი უგრძნობელი გახადოს, რათა თავისი მრავალი ხორციელი საზრუნავების გამოისობით ხსნას ვერ შეიგრძნობდეს. ანუ ადამიანები ვერ შეიგრძნობენ ვერც მომავალი მარადიული ცხოვრების სურვილს, ვერც საუკუნო განკითხვისა. ჩაფლული იქნებიან საზრუნავებში და ამოვებაში. როგორც უფალი ამბობდა ერთ-ერთ ქადაგებაში, ზრუნვამან ამის სოფლის ამან მოაშთვის ნაყოფი კი პატარაც კი რაც მოგირეწია მადლით და სიკეთე, იმასაც მოაშთობს გაუთავებელი საზრუნავები. 24-ისა რა ვჭამოთ, რა ვსვათ, სულ ამაზე დაწყრიალობენ ადამიანები. როგორ დაისვენონ, როგორ განისვენონ, როგორ იგრიალონ, მათი სიტყვებით რომ ვთქვათ. რომელ კურორტებზე წავიდნენ, ზამთრის თუ ზაფხულის, რომელ რესტორანში. ეხლა აბა ჩამომითვალეთ, ჩამორჩენილი მოგდალიო, რომელ კუნძულებზეა პრესტიჟული დასვენება დღეს. ჩვენაირი გოიმების არა, აი ამ ხალხზე ვლაპარაკობ. და ასე შემდეგ. და მოულოდნელად მოდის სიკვდილი. მაგალითად მიუყვანი ვარ მღვდელი ასეთთან. საუბრობენ, ესე ყველაფერზე საუბრობენ, გარდა იმისა, რაც ყველაზე არსებითია დღეს ამ მიცვალებულისთვის. როგორი საჭმელი უყვარდა, როგორი სასმელი, რას იცმევდა და ასე შემდეგ. ჩვენ მერე უყვებით, რა გზა უნდა გაიაროს მათმა მიცვალებულმა, ისე როგორც სხვა ყველა დანარჩენმა. რომ თანაგრძნობა გაუჩნდეთ მის მიმართ. ამ საჭმლებს, სასვლებს, ჩასაცმელებს თავი დაანებეთ. ის მას აღარ ჭირდება. აი ეს კი ნამდვილად ჭირდება. ზოგი გვისმენს, ზოგი არ გვისმენს. მე მათთან ჩემი მოძღვრება არც მამა ივანეს, არც გიორგის არ მიაქვს. ეს არის მოძღვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. და უფალმა გითხრა, ძალა არავის დაატანოთ. სადაც არ მიგიღებთ, ჯერ მშვიდობა უსურვეთ. და აი ესე შევდივარი უცხო სახლებში. ჯვარს გადავსახებ, მშვიდობა ყოველთა. და ვინ მიიღებს მშვიდობას? უფალი ყველა გულის კარზე რეკს. ეს მათი გადასაწყვეტია. ხოლო თუ არ მიგიღებენ ამბობს მაცხოვარი, გვარიგებს ჩვენ სამღვდელოებას. გამოდი, ძალა არ დაგამო, ხამლი, ფეხსაცმელი, გაიბერტყე და გააგრძელეთ, სხვას უკადაგე. აი ეს მტვერი, რომელიც გავარდა თქვენი ხამლიდან, ამხილებს მათი განკითხვის დღეს. აქ ძალიან ბევრი კისკისებს, ხიხი, ხახა და დასინის ღმერთს ეკლესიას მოძღვარს და რას არ ეძახიან და რა უნდა ვთქვა მოძღვარზე პატრიარქია, ვერ გავიმეორებ, რასაც ამბობდნენ. უსირცხვილესი ხალხი. სხვას ვერაფერს დავარქმევა მათ. იქ კი რა პირისპირ დადგებიან. რა ექნებათ სათქმელი. როგორც იგავში ლაზარეს შესახებ მუხლებში ჩაუვარდა მართალ აბრამ დიდარი, რომელიც ლამაზად იმოსებოდა, ფერად კარგს ჭამდა, კარგს ჭამდა და ნამცეცი რა არის, ისიც კი ენანებოდა ლაზარესთვის. მუხლებში ჩაუვარდა, იქ ჯოჯოხეთში რომ იწოდა აბრამ მამა თავს, შეაბრალა თავი და თხოვა რომ სადაც ლაზარე იყო, იქ წყალი იყო, აქ არ იყო, ეს ცეცხლში იწოდა. თითის მწვერვალი ძველ ქართულად ნიშნავს თითის წვერი. ნეკი თითის წვერი ჩაეწო ოდნავ და მოესვა. რა უნდა მოგიკლას ყურვილი არა, მაგრამ ესეც კი დიდი რამ იყო ნუგეშინისება. ანუ რა დღეში იყო რა ეს უნდა დაგვანახოს უფალმა. აბრამმა უარი უთხრა.
კი ხარ, ჩემი შვილი ხარ, ისიც, მაგრამ შენ ყველაფერი მიიღე დედამიწაზე და ამას ნამცეციც კი ენატრებოდა, მიდიოდნენ და ძაღლები უჭამდნენ ნამცეცებსაც და მე ჩირქოვან წყრულებს უპატრონობით რომ გაშენოდა, შიმშილ წყურულითა და უბინაობით ულოკავდნენ. ეხლა შენსას იღებ ცეცხლს გენის, ეს თავისას წყალი თქვენიცით სულიწმიდის სიმბოლო არის და სახია. ანუ ერთგვარი ნუგეშინისა მართალია ისი ჯოჯოხეთში იყო ქრისტეს მოსვლამდე ყველა ჯოჯოხეთში მიდოდა მართალით, მაგრამ მათთვის იყო განსაკუთრებული ადგილი, სადაც ისინი არ იტანჯებოდნენ განსხვავებით ცოდვილებისაგან. სანამ დრო არის ყველა აბსოლუტურად დავფიქრდეთ რომ მოკვდავები ვართ, მოვბრუნდეთ ღვთისაკენ, უსმინოთ მას და შეუდგეთ მის ნაკვალევს. ეს არ არის ძნელი, მაგრამ ძნელია გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ ღვთის გარდა არსებობს ეშმაკი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანი ღმერთთან არ მივიდეს და არ ცხონდეს. აი ახლა რომ თარგმნე ეს სიგნი არქიმანდრიტ ნაუმის დასრულდა უკვე 5-6 დღეა ვამზადებ დასაბეჭდად და ვეცდები რაც შეიძლება მეტი დავბეჭდო, რომ ბევრმა წაიკითხოს და დაფიქრდეს. კონკრეტულად არის აღწერილი ყოველივე ის, რაზეც ლაპარაკობთ ახლა და რაცაც ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ შეუძლებელია ალბათ თქვენს გამოა შეუძლია, არა ჩემგან. ღმერთი მაძლევს იმდენ ძალას ენერგიას, მოხუც ავადმყოფს და მძიმე ავადმყოფს. საერთოდ დროის შეგრძნება არ მაქვს. გაუთავებლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ ღმერთზე და მის სიყვარულზე, მის მინდა მოძღვრებაზე. ეს მანიჭებს უდიდეს სიხარულს. კარგად, ყველაზე კარგად ვარ, როცა მწირავ და როცა მქადაგებ განსაკუთრებით. მაგრამ თქვენ დაითმეთ, დღეს ხომ კვირა, ხსნილია, არა? არსებობს სულიერი, არსებობს ხორციელი სადელი, მაგასაც მიიღებ თავის დროზე. ამიტომ მე ბევრ რამეს გამოვტოვებ, რომ სადილი არ გაგიციოთ და გონება არ წაგიხდინოთ. და არსებითი რაც ფიქრობა არის სათქმელად, იმას ამოგიკითხავთ. მეტადრე რომ პანაშვიდი გველოდება. წინ. ამგვარად დაკარგავენ ადამიანები თავის გრძნობას შინაგანი სულიერი ხედვისა, ანუ უხეშები გახდებიან შინაგანად. უნარს, რომლითაც უმაღლეს შემეცნებას მოვიპოვებთ. ღმერთს ვერ შეიგრძნობენ, მიეცემიან ხორციელ მოსყურობასა, ანუ ლოთობას და გემოთ მოყარებით ჭამას, ცხოვრების მოწყობას მშვენიერი მშენებლობებით, როგორ მოხდათ არა კურსი მშვენიერი მშენებლობებით. ბეტონის ქალაქი გახდა ულამაზესი ქალაქი იყო თბილისი. და იწყობენ როგორი რემონტი ბაროკო, როკოკო, აღარც ვიცი მე ჩამორჩენილი მოდელი ვარ, ასე ძახიან კიდევ და რითი ამთავრებენ, ეგეც უნდა მოვიგონოთ. მას მშვენიერი მშენებლობებით ირთობენ და ამ შენობებში თავიანთ ხორციელ ნებებს მიეცემიან, ანუ თავიანთ ხორცს ფუფუნებაში ამყოფებენ თითქოს და ქორწილს უწყობდნენ მას მუდმივი ნადიმობით. იმდენად, რამდენადაც ისინი თავიანთ გრძნობებს ხორციელში ჩააქსოვენ, ამდენად მათთვის შესაგრძნობი იქნება სილამაზე და სიკეთე ოდენ საშუალო. ნამდვილ სილამაზეს ვერც აღიქვამენ ისინი, რომლის მიმართაც ექნებათ მხოლოდ ლტოლვა. ამ თავიანთი ლტოლვით ხორციელი არაწმინდებისაკენ საძაგელნი იქნებიან ღვთისათვის. იმ მომავალ დროებაში უდიდესი ხიბლისა და გარყვნილების მიზეზით ადამიანები სულიწმინდის მადლს დაკარგავენ, რომელიც მათ ნათლობის საიდუმლოებაში მიიღეს. ამასთან დაკარგავენ სინდისის ქენჟნას, ანუ ჩამოყალიბდებიან უსინდისოებად. მაშინ საეკლესიო სახარება უულებელს ყოფილი იქნება და თავად სახარებაც იქნება მწვალებლების მიერ დამახინჯებული. უკანასკნელი ჟამის ადამიანთა ყოველივე სულიერისადმი გულგრილობაზე ღირსი ეფრემ ასურიც ლაპარაკობს. კერძოდ ამბობს, ადამიანთა დიდი ნაწილის ნეობრივი თვალსაზრისით ბრმა და კრუ იქნება იმ დროს და უგრძნობელი ყოველივეს მიმართ, რაც ცხონებას უკავშირდება. ადამიანები სიამოვნებით დაუჯერებენ სიცრუეს და სავსებით დაივიწყებენ ქრისტეს ჟურს. აი, ტვინების მანიპულირების საუკეთესო ულტრათანო საშუალება არის ინტერნეტი, ტელევიზია და ასე შემდეგ. ესე იგი, ჯერ კიდევ ნაპოლეონი როგორი მხედართავარი იცი და რა ომები გადაიტანა და მოიგო, ამბობს, რომ მომეცით 2-3 გაზეთი
უფრო მეტის გაკეთება შემიძლია ვიდრე ნაპოლეონის 100,000-იან არმიასო. ეს გაზეთზეა ლაპარაკი, რომელსაც დღეს თითქმის აღარავინ აღარ კითხულობს. ყველა არის თავით გადაშვებული ანეკდოტი რომ არის ერთი ფოლკლორიდან სვანზე. სვანი ინტერნეტთან და მარტო პოსტლები ხატია და სად არის სვანიო? ინტერნეტშია გადაგვტარიო. მაშინ მოდაში იყო სვანები ყავსო და დაიძაბნენ. ხან მეგრელებზეა, ხან კახელებზე რა სიზავ? ეთყობა რიგია მაშიც. ხო და რა მინდა ამით თქვა რომ აი ესე ჩვენს პოსტლები გარეთ და ჩვენ ინტერნეტში ვართ. დაბმული ვართ იქა რა. ყველას ოჯახში შემოდის ტრანსგენდერიც, სოდომიტიც, მეძავიც, ქურდი და მამაძაღლი რა როგორც იტყვიან ინტერნეტისა და ტელევიზიის გზით. ეს არის ტვინების გამორეცვის ყველაზე უკეთესი საშუალება. ასეა მიჩნეული პოლიტიკოსთა მიერ. ამიტომ არის რომ მამა გაბრიელი და სხვები მანამდე სხვა მამების გვაფრთხილებდნენ რომ ანტიქრისტეს დროს ტელევიზორი არ ჩართოთ, არ შეიჩახედოთ, ცასაც არ ახედოთ. სულ სასწაულების გამო და პირველად დაელაპარაკება ანტიქრისტე ტელევიზია ინტერნეტის გზით ადამიანებს და მოხიბლავს თავისი ლაპარაკით, იმიტომ არ უნდა მოусმინო. ამის ვირტუოზი იქნება, როგორ მოაპყროს ადამიანი. მას სიამოვნები დაუჯერებენ სიცრუეს და სავსები დაივიწყებენ ქრისტეს ჟულს. სახარება მთელ ქვეყნიერებაზე იქადაგება. თქვენიც თუ ერთ-ერთი ბოლო ნიშანი საყოველთაო სამჟავრო სტილ ქრისტეს დიდების დაბრუნებისე იქნება მთელს ქვეყნიერებაზე სახარების ქადაგება. კიდევ ერთხელ მისცემს საშუალებას, ვინც არ შეინანებს, წარწდება. ამის გარდა უკანასკნელი არმაგედონის ომის შემდგომ მთელ ცაზე 45 დღე და ღამის განმავლობაში, რაც გაანადგურებს ანტიქრისტეს უძარმაზარ მხედრობას, 45 დღე და ღამე იქნება ჯვარიპატიოსანი ცაზე გამოხატული. ეს იქნება ყველაზე უკანასკნელი მოწოდება ღმერთისა, შემოქმედისა ადამიანების მიმართ, რომ შეინანონ და დაბრუნდნენ თავიანთ შემოქმედ ღმერთთან. აი ამის მერე უშუალოდ სადა ქვეყანა მოიშლება და მოვალს უფალი დიდებით განშად ცხოველთა და დარდთა და ახალ სადა ქვეყანა შექმნის წმინდა და მართალი ადამიანების, ხოლო ყველა უნანელი ცოდვილი თავის მამასთან სატანესთან ერთად წარიგზავნება ჯოჯოხეთში. სახარება მთელს ქვეყნიერებაზე იქადაგება, მაგრამ უმეტესობა სახარებისეული ქადაგების მიმართ ყრუ დარჩება. სიყვარულით არ მიიღებს მას, არამედ უარყოფს. იმიტომ რომ იმხანად ადამიანები მხოლოდ თავიანთი ვნებების ხმას მოусმენენ. ანუ ვნებებს იქნებიან აყოლი ვნებებს დაუფლებენ. და ჭეშმარიტად სამართლიანი გამოდის დასკვნა გაკეთებული წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის მიერ. ანტიქრისტე ლოგიკური, სამართლიანი და ბუნებრივი შედეგი იქნება კაცობრიობის საერთო ზნეობრივი და სულიერი გახსნისა. ამენ. ამენ. მოგზავნით მამე პანაშვილი გადავიდა. ამენ.
გვიწყალენ თქვენ ღმერთოდით აწყალობით აშენითა გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ Upavo shevitzalen, upavo shevitzalen, upavo shevitzalen. Nermetsa gevedrevit gansvenebisatvis utsa ახლად შესვენებულისა უწმინდესისა და უნეტარესისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა ილია მეორისა და რაითა შეენდვეს მას ყოველნი შეწოდევანი მისნი ლებსითნი და უნებლიეთნი Upavo shevitzalen, upavo shevitzalen, upavo shevitzalen. რაითა უფალმა ღმერთმა ჩვენმან დააწესო სული მისი სადაც ამართალნი განისვენებენ Upavo shevitzalen, upavo shevitzalen, upavo shevitzalen. წყალობა ღმრთისა და სასუფეველიცათა და მიტევებად სოდვათა მისთა ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ Მომალენ upavo უფლისა მიმართ ვილოცოთ ხარაღმაიდა ცხოვრებაიდა განსვენება ისულისა და შესვენებულისა მონისავთისა უწმინდესისა და უნეტარესისა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა ელია მეორისა ქრისტე ღმერთო ჩვენო და შენ და დიდებასა გვავლენ თანადავსაბამოით მამით შენი და გულაცვიდით საფიერი და ცხოველსყოფელი ცული შენი თურ ათ და მარადის საუკუნითი კუკუნისამდე Amen.